მინდა რომ დავიწყოთ დღევანდელი ლაივი საკმაოდ მნიშვნელოვანი თემით, რაზედაც აპელირებს ჩვენი მტრები, ჩვენი სახელმწიფოს დასანგრევად და ეს მტრები, რა თქმა უნდა, არ ცხოვრობენ მაინდა-მაინც შორს ჩვენი ქვეყნიდან. მე მინდა რომ ყველა თქვენგანმა გაგებით მოეკიდოთ ამ საკითხს ამ ბლოგის შესავალში. კიდევ ერთხელ ვიტყვი რა, რომ არც ერთი კუთხის მიმართ თავისთავად ზიზღი არ გამაჩნია, უბრალოდ მე ამ ბლოგში შევეცდები დეტალურად გადმოგცეთ თუ რასაკეთებს რუსეთის ფედერაცია და იქ მყოფი სადაზვერვო სამსახურები საქართველოში ჩვენი ერთობის მოსაშლელად და ვინ უწყობს ამას დღეს ხელს, რომელი პროამერიკული, ვთქვათ, გეზის და იდეის ვითომ ფსევდოპოლიტიკოსი და ვითომ პროევროპული ღირსების ადამიანი არის შეკრული ამ საქმესთან ერთად, ცალკეულ დეტალებს განვიხილავ და ამ ყველაფერზე ყველას ვთხოვ, რომ იქნება ეს სვანი, იქნება ეს მეგრელი, იქნება ეს კახელი, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი საქართველოს კუთხის შვილი იქნება, ამაზე კონდეს სახელმწიფოებრივი შეხედულება და ყველას მინდა ვთხოვ, რომ არ თითო უკაცდეთ და არ დაუწყოთ კუთხეებს და დანაშაულება, რომ როგორი ხასიათისაა და როგორი ესეთი სისუსტე, მე ასე ვიტყოდი, ეს არის სისუსტე, ხო? ზუსტად ეს უნდა ჩვენ მტერს, რომ ჩვენში იქნას გამოჩენილი და გამოვლენილი, რომ მე ჩაგვავლოს ერთ ადგილზე ხელი და დაგუშალოს მარტივ მომრავლებად. პრობლემა რაში მდგომარეობს, იცი? პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ზოგადად სახელმწიფოებრივი განათლება და არ არის ქვეყანაში და არ არის საზოგადოებრივი განათლება. და პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში მოქალაქეების დონეზე, პატარა ბავშვების დონეზე არ არის დაყვანილი, რას ნიშნავს სინამდვილეში იყო ქართველი, რა შემადგენლობითი ფორმა არის იყო ქართველი და სახელმწიფოებრივი აზროვნება მოქალაქეებიდან მიმართულებით არ არის მაინდა-მაინც გავრცობილი, რომ სწორი შეხედულება კონდეს მტრის პროპაგანდაზე. და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ახლა ვინ არიან ჩართული, მაგას დეტალებში გადავალთ და გავაანალიზებ, მაგრამ თუ ამ ჩემ ვიდეო ბლოგს ვიღაცა გაიგებს მეგრელების მიმართ მტრობად, ხო? პირველი მტერი მე ვიქნები მაგათი, იმიტომ რომ მე მივიჩნევ და მე ვთვლი, რომ საერთოდ როგორც ასეთი იყო ქართველი, ეს ნიშნავს იმას, რომ იყო მეგრელი, იყო სვანი, იყო ლაზი, იყო კახელი, იყო გურული, იყო რაჭველი, იყო მნიშვნელობა არ აქვს, სხვა კუთხის წევრი, რა მნიშვნელობა აქვს, ხალხო ამ შემადგენლობაა. ქართული სისხლის ნიშნავს იყო ზუსტად ესეთი ფორმით თანაარსებობდა და იყო სახელმწიფოებრივი შეგნების ადამიანი. სხვანაირად ამ კუთხეების დაშლა და განაწილება ჩვენი აწყობს მხოლოდ მტერს და რატომღაც მაინდა-მაინც რუსეთის ფედერაციას აქვს აღებული ეს მიმართულება, რომ პრორუსულ მიმართულებებს, რომ სამეგრელოში მოძებნონ სეპარატიზმი. იცით რა, მე მინდა დღეს კონკრეტული მაგალითები შემოგთავაზოთ, ნამდვილად გეტყვით, მე არც ენათ მეცნიერი არა ვარ, ლევან ღვინჯილიასავით, რომ დავდგე და ეგ დეტალებში შევიდე ენის ხვეულებში და იქ მთელი ჟღერადობითი ფორმები განვიხილო ამ ყველაფრის, მაგრამ ის რომ მეგრელი და ის რომ სვანი ქართველია ნებისმიერ მსოფლიოში დაუმტკიცებ ამას. თუმცა ასევე მინდა ვთქვა, რომ მეგრული და სვანური ენა დიალექტები არ არის, ესენი არიან სრულყოფილი ენები და მათ შორის უპირატესი ყოველთვის იქნება ქართული ენა, ასე იყო და ასე იქნება და მე თვითონ წარმოშობით სვანი ვარ, მყავს უამრავი მეგრელი მეგობარი და ბევრჯერ იქ ნამყოფი, ნაკეიფარი და ჩემი თავი შემოევლოთ, მაგრამ მე არ წარმომიდგენია, რომ ის მეგრელი, რომელიც ამბობს, რომ ქართველი არ არის, ის საერთოდ აზრზე იყოს თავისი აბორიგენული წარმოშობის. ეხლა რა მინდა იცით? მე ამაზე არ ვლაპარაკობ. მე ვლაპარაკობ რაზე იცი? სამწუხაროდ ისეთი მცდარი ადამიანების გონება, რომლებიც აფურთხებენ ქართველ ხალხს რა. როგორ იცი, უნდა დაშალონ ჩვენი ერთობა და განადგურონ ჩვენი ერთობა, წარმოშვეს ესეთი სეპარატისტული აზროვნება და მხარდამჭერები მოიპოვეს მათ. ამ პატარა გათითკოცებულ ერში ყველას რო პირველობა უნდა და სამწუხაროა რა, ჯერ ერთი რა გვაქვს ყოფი ჩვენ ქართველებს ერთმანეთში, მაგრამ მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ფულის გულისთვის ყველაფერს იკადრებენ. აგარ ვიღაცა ედემიზორია გამოდგა, რომელიც იძახის, რომ მეგრული ენაო, ეს არისო, რაღაცა თავისუფალი მოვლენაო და ვიღაცა ღვინჯილი აყავთ კიდე იქ. და როგორი ბედის ირონიაა რა, ენათმეცნიერი
ლევან ღვინჯილია ყველამ მოგეხსენებათ ვინც არის და რაც არის და იმის მოგვარი ამიტომ რომ გვარზე არ უნდა მიადგე ადამიანი და არ უნდა იფურთხო რა ერთ გვარში კარგიც მოიძებნება და ოყნაც მოიძებნება და გამოდგა და იმას იძახის რომ აგერ ჩვენ თვით გამორკვევაზე ვლაპარაკობთ და მეგრული ენის სტატუსი და რაღაცა ესეთ სირობები გამიგე ხო და ბოლოს ისიც კი განაცხადა რომ აგერო თუ მაგალითადო სხვა გამოსავალიო არ იქნაო რუსეთის ფედერაციას უნდა ვთხოვოთ დახმარებაო მეგრული ენის და სამეგრელოს თავისუფლების თემაზე. მე გეტყვით რომ ჩვენ ქვეყანაში სეპარატიზმი და ომი რაც გაღვივდა აფხაზეთიდან დაწყებული და აქეთ კიდე პუჩისტები ვინც ყავდა რა ყოველთვის იმ ქვედანაყოფს რა რუსეთიდან რომელიც ახორციელებდა საქართველოს დაშლას და მოსპობას დაწყებული ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ისინი არ იყვნენ მარტო სალკე აგერ ერთი ნასეტკები აგერ ყავდათ თქვათ მაგალითად ვითომ სამეგრელოს პატრიოტებად წარმოჩენილი როჟები ჯერ აი პირდაპირ ვეთყვი რა სამეგრელოს პატრიოტების აი არა დღევანდელ ვიდეო ბლოგში მე არ შევიგინები იმიტომ ქართულ ენაზე მაქვს ლაპარაკი და ყველანაირად შევიკავებ თავს თორემ მე ერთი ვიცი საქართველოს პატრიოტი არ შეიძლება საქართველოს კუთხის პატრიოტი იყოს კაცი ისე რომ მთელი საქართველოს პატრიოტი არ იყოს წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ არის მისი ქვეყნის ერთგული და არ არის მისი ქვეყნის პატრიოტი ხო და ნუ ასეთი ადამიანები ხო ყავდათ ვითომ სამეგრელოს პატრიოტები იქ რაღაცეები და აქეთ თბილისში კიდე არსებობდნენ ადამიანები ვინც მათთან ანტაგონიზმში შედიოდნენ და საბლო ჯამში გააღვივეს ეს ეროვნული შუღლი უბედურება და ომი დაიწყეს ქვეყანაში და ეხლა დღევანდელი მოცემულობით სამეგრელოს დამბრმევი პუტჩისტები რა კობაია კობალაძე ყარყარაშვილები ესენი ეს ანასხლეტები ეს ნაბუზრები ყველა ზოგი თანამდებობას ინაწილებს აქ ზოგი თანამდებობას ინაწილებს იქ და აშენებული და აწყობილი აქვს ცხოვრება ხა ამ ხალხს დეტალურად რო წავიდე და ჩავიზირო ვის რა ქვეყნის წინაშე დაშავებული ძალიან შორს წავალ იმიტომ რომ მაშინ საერთოდ გაანალიზება მოგვიწევს ჩვენი უახლესი ისტორიის და განსაკუთრებით აგერ რა თქმა ზედმეტ ლაპარაკის ჯაბაიოსელიანმა პირველმა კაცისკვრელმა ქურდმა მამაძაღმა და ქვეყანაში ეროვნული ხელისუფლების დამხობელმა კიტოვანთან ერთად ოფიციალურად განაცხადა აგერ რა თავის წიგნში მესამე განზომილება იქ კობაია კობალაძე რასაკეთებდა მეგრელებში მარადიორობდა საწოდაო ღარიბ ხალხს რო კლავდა და ხოცავდა და ვიღაცას ძროხას უკლავდა და ვიღაცას იმას ღორს უკლავდა და ვიღაცას ლუსტრას პარავდნენ და ასე მამაძაღლობდნენ ახლა ესეთი ფაქტები და ნუ ახლა ბევრი რამე დაბრალდა მაგრამ ფაქტია რა ამ ძაღლიშვილებმა ბევრმა გააკეთეს მაგარი პროჭული დამოკიდებულება და მაგარი არასწორი დამოკიდებულება სახეზე გვაქვს ის რომ შეიქმნა ორი ჯგუფი ქვეყანაში და საქართველოს სახელით დაიწყეს ომი საქართველოს სახელით ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ არის იცით აი დღევანდელობაში ყველაზე მძიმე აღსაქმელი ჩემთვის ვამბობ მე ამას პირადად ის არის რომ მოიპოვება ადამიანები რომლებიც მხარს უჭერენ ასეთი რადიკალური, ასეთი სეპარატისტული, ასეთი მოღალატეობრივი არსის ადამიანებს და ესეთი ხალხი მაგალითად შორს კი არ არიან ხელისუფლებიდან. არიან მაგალითად თავდაცვის მინისტრებად, შინაგან საქმეთა მინისტრებად, გერმანიაში საქართველოს ელჩებად და ნუ ასეთ თანამდებობებზე ზიან ეგენი. აი მაგალითად თქვენ ალბათ იტყვით რომ ვინ შემფეხებია ეს ედემიზორია ერთი ბებერი გამოსირებული როჟა არის რომელიც თავისთვის რაღაცას უბერავს ქართული ხალხის და ერის წინააღმდეგ თქვენ შეიძლება დაგავიწყდეთ რომ ეს ედემიზორია არის ლევანი ზორიას ნათესავი უახლოესი თანამოაზრე და იმ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი რომელიც იბრძვის ქართული ენის წინააღმდეგ მათი მიზანი არის ქართული ენის განადგურება გაღვივება სეპარატიზმის და ქართული ენის დაჩუქება რომ ვინცობა რომ რაღაცა მოხდეს რატომ არა რა მოითხოვს აი მაგალითად სამეგრელომაც დამოუკიდებლობა ახლა რა ემსახურება სამწუხარო ფაქტი არის ახლა უნდა ვილაპარაკო ეს რომ სამწუხაროდ სვანებში მიუხედავად იმისა ესეთი სრულყოფილი ენა არის სვანური როგორც მეგრული და არათუ ნაკლები არამედ ჯერ კიდევ ბერძენი გეოგრაფი ფილოსოფოსი და ისტორიკოსი სტრაბონი აღწერს სვანეთის გეოგრაფიულ მდგომარეობას მათ ენას და მათ კულტურას და მათი ხალხის დამახასიათებელ ყოფაქცევებს ხო ეს ქართველური ტომი არის ქართველური ტომია მაშინდელი პირველი საუკუნეა როდესაც ხალხები იწყებენ
გააზრებას თავისი აბორიგენული ყოფის, ხო? რითი არის, ვთქვათ, სამეგრელოს ნაკლები ესეთი გაგებით თუ ვიტყვით და შეფართებით თუ გავაკეთეთ. არც ერთ სვანში ეს არ მოიხარშება აზრად, რომ საქართველოს სვანეთის დამოუკიდებლობა მოითხოვა. და სწორია ესეთი ფაქტი. აბა რაში არის საქმე, რატომ მოხდა ესეთი გაღვივება მეგრელებში კონკრეტულად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოღალატე ჩათესეს დაწყებული ეს სერიოზული პოლიტიკა იყო, ეს იყო კგბ-ს პოლიტიკა, რომ უნდა მოძებნილიყო ისეთი ადამიანები, რომლებიც გააღვივებდნენ სეპარატიზმს. მათ შორის მეგრელებში მარტო კი არა, თავის დროს გურულებშიც გააღვივეს ეს და იქამდე პრეცედენტიც იყო ამისი დამოუკიდებელი სახელმწიფო რო გამოაცხადეს საქართველოსთან, მაგრამ ახლა ამასი არ გადავინაცვლებ, იმიტომ რომ ეს ახლა რეალური საფრთხეა, რაც ახლა ჩვენს წინ დგას, ეს ედემიზორიები, ეს პატარა-პატარა ღვინჯილიები, ვინც აყავთ, ეს პატარა-პატარა სასტავები, ვინც გამოდიან, ვინც იკრებებიან, ვინც რაღაცა თავისუფლებას ითხოვენ. ესენი არიან და თან თავისუფლებას ითხოვენ, მხარდაჭერას ითხოვენ რუსეთიდან, რომ რუსეთის ფედერაციამ სამხედრო ძალის დახმარებით აღუდგინოს მათ სახელმწიფოებრიობა რა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის პირდაპირ ლაკმუსის ქაღალდი იმისი, რომ ქვეყანაში არ არსებობს უშიშროების სამსახური. როგორ შეიძლება არსებობდეს ქვეყანაში უშიშროების სამსახური და იტანდეს და ითმენდეს ესეთ მარაზმს, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, ხო? ესეთი ფაქტი არც ერთ სერიოზულ შემდგარ სახელმწიფოში არ არსებობს. გამოხატვის თავისუფლება ეს არის აბსოლუტურად სხვა ფორმა, მაგრამ ღალატი სახელმწიფოს ნგრევა, ძირგამომთხრელი ქმედება მისთვის არის აბსოლუტურად სხვა ფორმა. აი მაგალითად ეს ედემიზორია მოღალატე, ჩვეულებრივ სამშობლოს მოღალატე და მისი თანამოაზრე ლევონ იზორია. ახლა რითი დაიწყეს ეგეთი რაღაცეები რა? პოპულარიზირება საკუთარი მახინჯი იდეის და ესეთი მოღალატეობრივი ქმედების მსვლელობა, რითი განაპირობეს. იცით, თქვენ გაოცდებით, დაიწყეს მეგრული შინაარსის ქართული ასოებით ტექსტების ძეგლების დადგმა ქუჩაში. მე არ მინდა ახლა ვინმე კილოკავზე გავცინო. კაცური კაცი ყველგან კაცია და რაღაცა აცია. ისეთი რაღაცა სირობები, ისეთი რაღაცები, რომელიც ახლა ქართულადაც ტრადიციული კონსერვატორი კაცისთვის მისაღებია და მეგრულად რა მნიშვნელობა აქვს იმას გადატარგმნი თუ არ გადატარგმნი. ერთი აზრის, ერთი სისხლის, ერთი ცნობიერების ადამიანები ვართ რა. როგორც არის ნათქვამი რა, ვაშლისგანო შორს არ ვარდებაო, ისეთი აზრის რაღაცებია ჩამოყალიბებული იყო მეგრულად. ფორმა შეცვალეს ამისი, რომ ხო უნდა დაიწყოს ეს პროცესი ერის გაყოფის, დაპირისპირების და წინა პლანზე წამოწევა დაიწყეს ამისი და არა მარტო ამისი, ჯერ კიდე ცდილობდნენ, რომ იქ ვეფხისტყაოსანი მეგრულად ეთარგმნათ, 1000 რაღაცა სიმახინჯე იკადრეს, რომ ამას მიათანაბრონ, იმას მიათანაბრონ. ცუდი რაღაცეების მომსწრეები გავხდით რა და მე თუ არ ვცდები ბოდიში ვიხდით თქვენთან ეს დაპირისპირება იმდენად სერიოზული იყო ჯერ კიდე ახლა კი არა კომუნისტების დროიდან ებრძოდნენ ეგენი ოღონ რა თქმა უნდა კგბ-ს ხელშეწყობით ქართულ სახელმწიფოებრიობას ესე ნაგლად არ იყო გამოვლინებული ვინ გაბედავდა მაშინ საერთოდ იმის თქმას რომ სამეგრელოს თავისუფლება და რაღაცა ბეგეგმად ყოველთვის ჰქონდა სეპარატისტული ძალების არსებობა თუ ვინცობა გეოპოლიტიკურ დაფაზე რაღაცეები გაიშლებოდა იმიტომ კგბ-ს ჰქონდა რა ის რესურსი რამოდენიმე პირდაპირ ვიტყვი რა 10 წლებით წარმოედგინა მისი მომავალი და სახელმწიფოებრივი მომავალი რა და თუ არ ვცდები მაშინ ირაკლი აბაშიძეა თუ სხვა არ მე მომიტევეთ რა ნამდვილად ვერ გეტყვით ვერ დავიჩემებ მაგრამ ძალიან ცნობილმა ქართველმა მწერალმა ესეთი ლექსად უთხრა იმის ერთ-ერთ სეპარატისა როგორც მდინარეს რიონთან იორთან არაგვთან არაქვს ასევე ენას ქართულთან მეგრულს ხმა მოიღოს უფლება არ აქვს ხო და ეს რისი მანიშნებელი იყო ეს იმის მანიშნებელი კი არ იყო რომ თქვათ რომელიმე ენა რომელიმე კილოკავი რომელიმე ქართველური გამოხატულება საერთოდ ნაკლებია ჩვენს თითოეულ კუთხეზე არა ეს იმის გამოხატულება იყო რომ უმთავრესი იდეა ხატის აფიცარი ქართველი კაცისა ყოველთვის იყო ქართული ენა და მტრობამ ჩაძირვამ ბრძოლამ ქართულ ენასთან ქართულ ლიტერატურასთან ქართულ ცნობიერებასთან გამოიწვია საბოლოო ჯამში ის რომ გამრავლდა ესეთი ბოროტი თესლი და ბოროტი თესლის გამრავლება ახლა დღევანდელი მოცემულობით ყველამ არ გამიგოს ის რომ მეგრულ მიმართულებაზე ვაკეთებ აქცენტს ამ პუტჩისტებმა რა ამ მტრებმა და ამ საზიზღარმა ტიპებმა თავისი
უახლოესი გენები რა, ვინ შეუშვეს ხელისუფლებაში, კობახიძეები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო იყვნენ ეს ნაწილები რა. მაგალითად კობახიძის მამა ცნობილი მოღალატე, დღეს რო პრემიერად დანიშნა ივანიშვილა, როგორი პრემიერი ეს კიდე ცალკე საკითხია. რას აკეთებდა იცით? მამამისი იყო პირველი მოღალატე და მტერი და ტყუის მსროლელი ეროვნული ხელისუფლების და შესული აი ამ პარლამენტში მოღალატი შვილი რა, ტრის შვილი პირველი ის განაცხადა, რომ ეროვნული ცნობიერებაო, მაგარი საშიში რაღაცა არისო და საერთოდ თუ კაროჩეო ესო ტერორიზმთან არისო ასოცირებული ჩემთვის. ეს განაცხადა ეკაბეს ელიასთან ერთად, ეკაბეს ელიას გვერდზე და ახლა დღეს ოპოზიციაში მჯდომი ეს ყოფილი პორნო ვარსკვლავი, აგერ ტელევიზიით რო გვანახებდა საკუთარ სექს მის მძღოლთან, არანაირი რეაქცია აქ არა ამაზე არა აქვს და ელემენტარული იმას არ ამბობს, რატო მაშინ არ შეუბრუნდა და არ უთხრა რომ ეროვნული ცნობიერება ეს საშიში კი არ არის, ეს არის იდენტობა, ეს არის სახელმწიფოებრიობა, ეს არის ისტორია და მისი არ მწოდნე, უბრალოდ შეუგნებელი ადამიანია. რა თქმა უნდა, არ შეიძლება ყველაფერი პოლიტიკურ თამაშს დაექვემდებაროს, არ შეიძლება კაცმა ენის საკითხთან ითამაშოს, იმიტომ რომ ყველა წესიერ სახელმწიფოში, ყველა ძლიერ სახელმწიფოში, ყველა არსობრივ სახელმწიფოში არავინ არ დაგიშვებს ამ საზოგადოების წიაღში, არავინ არ გახდეს ინტეგრირებულს იმ საზოგადოებასთან თუ მისი ენა არიცი საშუალოზე მაღალ დონეზე რა. მე ამას გეუბნებით გულახდილად რა, იმიტომ რომ მე დღეს ვცხოვრობ უცხო ქვეყანაში, მოგეხსენებათ საფრანგეთში ვარ პოლიტიკური დევნილი და მე მომიწია რომ რამოდენიმე საფეხურის ენა შემესწავლა სათანადოდ რომ რაღაცა ცხოვრებაში აქ მიმეღწია. როგორც უცხოელს ჩვენ ქართველებში ყველაფრის გადაუკუღმართება ხდება. აი მაგალითად საერთოდ სპობთ ენას, შემოგვაქვს ისეთი სიტყვები, რომლებიც არასდროს ჩვენი არ ყოფილა, ქართული ენის გაუპატიურება მიმდინარეობს, არსებობს ენის ინსტიტუტი, რომელიც თანამედროვეობას უპასუხებდა, გააჯანსაღებდა, არსებობს ხო ბევრი ტექნიკური გამოწვევები, სადაც როგორ არ შეიძლება ქართულ ენაში არ არსებობდეს შესატყვისი სიტყვები. ესეთი მდიდარი, ესეთი ძლიერი, ესეთი ლამაზი ენის პატრონები ვართ და ესეთი ისტორია ქართულ ენას. ნუ არაფერს არ ვამბობ იმაზე, რომ ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისა, ეხლა ძალიან რთული ადამიანებმა თუ არ იცის ჩვენი ქვეყნის ისტორია, ჩვენი ენის ისტორია, მე დავდგე და აქედან სამხრივად ველაპარაკო რა. იმიტომ რომ ძალიან დიდი პროპაგანდა იბრძვის დღეს ქართული ენის და ერის წინაშე. ელემენტარული, როდესაც პრემიერ-მინისტრი გამოდის, პრემიერ-მინისტრად მყოფი არსება და ლაპარაკობს საპარლამენტო ტრიბუნიდან არაქართულ მოცემულობებს, რომ თურმე არსებობს ვიღაცა ვინერები და ლუზერები, აი წარმოიდგინეთ რა. ამის მერე ვის უნდა მოთხოვო, რომელ ჟურნალისტს უნდა მოთხოვო, რომელ ქვეშელონის პარლამენტარს უნდა მოთხოვო, რომელ სამხედროს უნდა მოთხოვო, რომელ პოლიციელს უნდა მოთხოვო, ვის უნდა მოთხოვო საკუთარი ენის ღირსების დაცვა, რა თქმა უნდა, ვერ მოთხოვ, რა თქმა უნდა, ვერ ეტყვი, რომ ამ ენასთან პირნათელი იყოს, იმიტომ პირველი პირი ქვეყანაში პირდაპირ აი ინგლისურ ტერმინებით ლაპარაკობს, თითქოს ქართულ ენაში არ არსებობდეს დამარცხებულების და გამარჯვებულების შესატყვისი სიტყვა. ცუდია, ეს ამტრობა, ამას არა აქვს კრიტიკა ქვეყანაში და არც ერთი ადამიანი, რომელიც მაგალითად მოწოდების სიმაღლეზე იქნებოდა და იქნებოდა კულტურის სფეროდან, იქნებოდა მხატვარი, იქნებოდა ლიტერატორი, იქნებოდა პოეტი, იქნებოდა მწერალი, იქნებოდა მუსიკოსი, იქნებოდა სხვა ეშელონის წევრი, გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ჩვენთან ეს უკვე ამ ყველაფერს პერმანენტული სახე აქვს და ეს არ არის ნორმალური და ეს გაგიცხავდა, თქვათ, ხელისუფლების მაღალი შტოს წარმომადგენელს ესეთი არაქართული ლინგვისტური პოლიტიკის გამო. ესეთი რაღაცა ჩვენთან არ ხდება, იმიტომ რომ მომსპარია ხელოვნება, მომსპარია კულტურა, ზოგადად გლობალურად კულტურა, მით უმეტეს პოეზია, მით უმეტეს ხელოვნება, მით უმეტეს მხატვრობა. თქვენ შეგიძლიათ შეხედოთ სამხატვრო აკადემია, სადაც კულტურის, მე ვიტყოდი რომ კულტურის ცენტრი იყო, აგერ ბიზაჩემი მაგალითად აკადემიკოსია, მხატვარია, აკადემიკოსია, 3-ჯერ თუ 4-ჯერ ჩაიჭრა აკადემიაში სანამ მიიღებდნენ საბჭოთა კავშირის დროს. ხო, ძლიერი თაობები იყო. ძალიან ძლიერი თაობები იყო, ძალიან ძლიერი სკოლა ჰქონდა, ქობულაძის სკოლა ჰქონდა საქართველოს ჰქონდა გუდიაშვილის სკოლა მხატვრობაში, საქართველოს ჰქონდა ძალიან სერიოზული
ადამიანების და მხატვრების, ახლედიანი სკოლაზე არაფერს არ ძალიან ბევრი გამომრჩება ახლა რა თქმა უნდა. და ყველაფერი დასრულდა იმით, რომ სამხატვრო აკადემიაში დიპლომის ვალიდაცია დაიწყეს იმით, რომ 5 სტუდენტი ერთმანეთს დაუჯდა და სახეში აფურთხებდა და ეს იყო ვიღაცის სადიპლომო ნამუშევარი, ეს არც იმპრესიონიზმი, არც გამომხატველობა, ეს არც კულტურა, არც რაღაცის აღნიშვნა, ეს არის ნოვაცია, ეს არის მარაზმი, ეს არის მტრობა, ეს არის სისაზიზღრე და ეს კულტურის განადგურება ქვეყანაში რა. ეს არც კლასიკური ანტიკური გადმოცემა ფორმების, არც თანამედროვე, არც შუა საუკუნოვანი, არც რენესანსის და არ მოიძებნება ფორმა, რომელიც აი ესეთ ვანდალიზმს ხელოვნებასთან გაათანაბრებს. თავისთავად, როდესაც ქვეყანაში კულტურა და ხელოვნება ამ დონეზე არის დაცემული, როდესაც პოეზიაში შენ გყავს ადამიანები და ლიტერატურაში ვიღაცა გიორგი მასხულია მეტრაკე, მე არ მინდოდა ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ იძულებული გავხდი ეს გამოვიყენო, რომელიც ამბობს, რომ ვიღაცა არაბულის მიერ თუ არ ვიცი ვინ ჯანდაბარი დღეს არ ვიცი ილიას ლადოს აკაკის სამშობლოში მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ვინ არის, მე ვიცი რომ ზვიად გამსახურდია გარიცხეს ბოლოს თავის დროზე იქიდან იმ მწერალთა კავშირიდან და მიიღეს გიორგი მასხულია. გიორგი მასხულია ქართული კულტურის წარმომადგენელი, ახლა პრესის, ლიტერატურის პუბლიცისტიკის და ახლა იმან რა უნდა უთხრას ახლა ისეთ ადამიანს აგერ პარლამენტში როზის და ლუზერებს და იმას ლაპარაკობს, ვინერებს ლაპარაკობს, ახლა კობაღიზის წინააღმდეგ როდესმე წავა არ წავა ძმაო, იმიტომ რომ მათთვის ახლა ეს არ არის პრიორიტეტი, მალე შეიძლება ამათმა ადგენენ და სხვა ენას დაიწყონ ლაპარაკი და თქვან რომ ახლა საქართველოს იმდენობის ლიბერალური ქვეყანაა, რომ უშვებს ასეთ რაღაცას, რომ მთავარი პრიორიტეტი ჩვენს ქვეყანაში სხვა ენაზე ლაპარაკი გავხადოთ. ასევე აი ჩვეულებრივი მომენტია, ახლა თქვენ შეიძლება იცით, შეიძლება არ იცით რა, როდესაც უმთავრესი საკანონმდებლო უწყების დონეზე ხდება ესეთი გარყვნილ და გაუპატიურება სახელმწიფო ენის, აგერ მაგალითად ნინო წმინდაში სომხებმა სომხურ ენაზე წაიყვანეს საკრებულოს ხდომა. ოხ როგორ არ მინდოდა დღეს შემეგინა, მაგრამ აი უშიშროების სამსახურებო მე მომიტევეთ ყველა იმისთვის რომ ასე მილწავ ამ შემთხვევაში ქართულ ენას, მაგრამ აი თქვენი სომეხი დედას რო შევეცი, მართლა თქვენ ხელისუფლებაში ჩანერგილო გვარ გადაკეთებულო ნაბოზურებო თქვენი მოღალატე დედა მოტყან, რომ აი ვიღაცებს უფლებებს აძლევთ, რომ ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო უწყებაში ისა სხვა ენაზე მე პრეტენზია კი არა მაქვს კაცო, მას აზერბაიჯანელებთან, სომხებთან, იეზიდებთან და კიდე სხვა შემადგენლობასთან რა, ვინც დღეს ჩვენ მოქალაქეებს წარმოადგენს, მაგრამ საქართველოში საკანონმდებლო უწყებაში უნდა მიდიოდეს საუბარი მანდამაინც ქართულ ენაზე. ერთ პატარა მაგალითს გეტყვით, აგერ რა, მე ჩემი წინააღმდეგი არავინ არ იყო, მაგრამ თავიდან როდესაც მე დავიწყე საფრანგეთში ცხოვრება, ცხოვრობდი ძალიან ახლოს გერმანიასთან ტერიტორიულად და იმ კუთხეში ყველა ლაპარაკობდა გერმანულ ენაზე, როდესაც შევედი ჩემ შვილთან დაკავშირებით სკოლის დირექტორთან რაღაცა ბიუროკრატიული რაღაცების მოსაგვარებლად, ჩემთვის რთული იყო ფრანგულ ენაზე მაშინ ლაპარაკი და გერმანულად მე თავისუფლად ლაპარაკობდი და შევეცადე რომ კონტაქტი დამემყარებია ფრანგულ ენაზე, მე ვესაუბრებოდი გერმანულად და ის პასუხობდა ფრანგულად. იმიტომ რომ ჩვენ ვიმყოფებით სახელმწიფო უწყებაში და მე უფლება არ მაქვს შენ სხვა ენაზე გილაპარაკო. ეს არ არის მტრობა ჩემს მიმართ, ეს არ არის ჩემს წინააღმდეგი განხორციელებული დამოკიდებულება, ეს არის ვალდებულება, სახელმწიფო მოთხოვნა, ძლიერი სახელმწიფო მოთხოვნა, რომელიც უნდა შეასრულო იმ თუ გინდა იყო ამ საზოგადოების წევრი. მე გადატანითი ტრავერსით ვამბობ ჩემს ქვეყანაზე, იმიტომ რომ მე იძულებითა ვარ პოლიტიკური დევნილი და არ ჩემი სურვილით რა. აი ესეთი მომენტია და საქართველოში პირდაპირ მერიის ხდომა წაიყვანეს, მერიაში ხდომა საკრებულოში წაიყვანეს, მაპატიეს ხდომა სომხურ ენაზე რა. აი იქ შეგეცით მანდამაინც იმ სომხურ ენაში, საიდანაც ეს ამოგდიოდათ სომხური სიტყვები პირიდან ქართულ სახელმწიფო უწყებაში რა. აი ეგ მინდოდა მე თქვა, არ მინდოდა დღეს შემეგინებია, მაგრამ შეგაგინეთ რატო იცი? ღირსი იყავით ვიძია მაგისი. თორე იქ გმირთა მემორიალზე ბევრი სომეხი ბიჭი არის დაღუპული საქართველოს ხსოვნისთვის და ღმერთმა ნათელი და სანთელი არ დააკლოს იმ გმირებს. ბევრია ვინც ჩვენს წინააღმდეგ ომობდა, მაგრამ ნაციონალიზაცია და ერის სიყვარული არ უნდა აღრიო შენი ფუნდამენტის საძირკველში დინამიტად არ უნდა ჩადოს სხვისი რაღაცეები რა.
ცნობიერებითი პრობლემა არ უნდა შეუქმნა შენ ერთ და შენ მოქალაქეებს. ამაზე არავინ არ ზრუნავს. უშიშროების მინისტრად დევს ივანიშვილის ბანკომატების ბეჭდა ვიღაცა გამოსცირებული და ემათ რა ქვია შინაგან საქმეთა მინისტრად უზის კაცი რომელიც ივანიშვილის კარზე კისტის ტოპით ამტრობდა იმის ანგრევდა მერცხლების ბუდეს რომ არ მოეჯვათ მერცხლებს ივანიშვილის თავზე ამის დედა შევეცი მე შეიძლება ცოდვას ვაკეთებ კეთილხმებით რა რომ ბილს იტყავებ მაგრამ მე არ შემიძლია ამ ყველაფერს ნორმალური თვალებით შევხედო როცა ამდენი მტერი ამდენი მაღვალაკი და ამდენი მამაძაღლი ჩემს ყავს მართლა არ შემიძლია ოღონდ მართლა არ შემიძლია ვიცი ხა გადაწყვიტეთ თითოეულმა თქვენგანმა და მაგის პასუხები თქვენ პოვეთ თქვენ თავში რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ მაგალითად საქართველოს ქართველიერი შეწყვეტს ქართულ ენაზე ლაპარაკს ეს იქნება ყველაზე მარტივი ფორმა ჩვენი დაშლის და განადგურების თუ ვალდებულები არ იქნებიან ილაპარაკონ ქართულად თუ არ ექნებათ მათ იმის სურვილი ილაპარაკონ ქართულად თუ სწავლა-განათლება არ იქნება ქართულად, თუ სამეცნიერო საქმიანობა არ იქნება ქართულად, თუ საპარლამენტო საქმიანობა არ იქნება ქართულად, თუ გადმოცემა არ იქნება ქართულად, თუ ჟურნალისტიკაში დაირღვევა ენა და ცნობიერება ფართო მასებს არ მიეწოდება ქართულ ენაზე, თუ სამართლო სისტემა არ ილაპარაკებს ქართულად. რა აზრი აქვს მაშინ ქართველობას, რა ფორმით ვიქნებით ჩვენ ქართველები? მაშინ აღარ გვექნება იმის საშუალება საერთოდ ვთქვათ, რომ რაღაცნაირი ერთობა გვაქვს ჩვენ სახელმწიფოსთან. მე მაგალითად ყოველთვის ვამბობ ამას, რომ პრობლემა მაგალითად ვიღაცა ედემიზორიაში არის, ხა ვიღაცა არ გამიგოთ რა ისე რომ ვიღაცა გათითქვა გამოსცირებულ ტიპებს ვებრძვი, ვიღაცა ღვინჯილიას, ქვეღვინჯილიას ჯერ ერთი კარგად გასცა მაგას პასუხი ლევან ღვინჯილიამ რა ეკო გაქართველებული მეგრელი დამიძახაო ამ ნაბიჯვარმა ამ ვიღაცა გამოსცირებულმა ვითომ ღვინჯილიამ რა მეტყველასაც გვარი აქვს გადაკეთებული რა ხო ვიღაცა ედემიზორიებს და იმას კი არ ვებძვი რა იმათ უკან ვინც დგას მე იმას ვებძვი რა ის მიმაჩნია მტრად და ის მიმაჩნია მოღალატედ და მე მიმაჩნია რომ პრობლემა მდგომარეობს ზუსტად ამ ხალხში და ამ ადამიანებში რომ ამ ხალხს ეძლევათ ყველაფრის კეთების შანსი აქვს აი დემოკრატიის და გამოხატვის თავისუფლების სახელით რა სინამდვილეში ამ ხალხს კავშირი აქვს ქვეყნის მტრებთან და ესენი ელოდებიან საქართველოს გაჭირვებას რომ ერთხელ და საბოლოოდ მოსპონ ქართველი ერი აი ეს არის რეალობა გამოხატეთ თქვენი აზრი ყველას შეიძლება ვერ უპასუხო მაგრამ წერს რომ 1500 წელია ქართველი ერი ამ გაჭირვებაში იმყოფება. ნუ ჩვენ ზოგადად ისტორიულად ვომობ და ბრძოლობ, ჩემო ოქრო, მაგრამ რაში არის იცით საქმე მდგომარეობს იმაში, რომ ამ გაჭირვებების მერე ჩვენ სახელმწიფო შევქმნით დეკლარირებულად. ჩვენ დეკლარაცია გვაქვს მსოფლიო თანამეგობრობაში, რომ ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, გვაქვს ტერიტორია. თქმა უნდა ოკუპირებული ფორმით, მაგრამ ხო არის რომ გვაქვს, ხო და არ შეიძლება რა ერმა არსებობა შეწყვიტოს. იმის გამო რომ ისი ენა მოკვდა. აგერ ებრაელებმა მაგალითად თქვენ მოგეხსენებათ რომ მკვდარი ენა გააცოცხლეს და მკვდარი დამწერლობა გააცოცხლეს ივრითი. ვის გაახსოვდა ივრითი? და ისინი მოუწყვეს ებრაელებს, აი გეტო გაატარეს და ბუხენვალდი და თოტენკოფი და რა ვიცი რა ოლოხოსტი მოხდა ხო მაგათ თავზე და მიუხედავად ამისა, როგორც იყო, ასე იყო თუ ისე იყო რა ებრაელიერი შედგა და მკვდარი ენით არსებობენ დღეს სახელმწიფო ენაა და როგორ თუ არა ივრითი. ესეა. და აქ რა ხდება, აქ რა პოლიტიკა არის, აქ ამხელა ენა ამ ხელა ტერიტორიაზე ჩვენი არსებობა, ჩვენი აბორიგენული წარსული ამ მიწაზე და რომელი წლის ქართველები ვართ და რომელი წლის ადამიანები ვართ და ანტიკური პრეისტორიული ფესვები გვაქვს ხო კავკასიაში და იმასაც ამბობენ რომ პირველი ევროპელი აი ქართველი იყო და ნუ ბევრი იცით რა თქვენ ესეთი პოპულისტური თემები ჯვამთ რა დღევანდელი ხელისუფლება და მაგრამ საიდან კაცო როგორ ის პირველი ევროპელი თუ იყო ქართველი რა საიდან იყო აბა
საიდან იყო ის რომ ქართული ენა არ ქონდათ და არ ჩამოყალიბდა ეს ენა ერთად და არ მართავდა კავკასიაში წამყვანი ენა არ იყო თუ აბა როგორი იყო ჩეჩნეთის და ყაბალდო-ბალყარეთის და იმ ჩრდილო კავკასიის ტერიტორიაზე საქართველოს თავის დროზე პოლიტიკას განაგებდა ჩემოკარგებო აგერ ერთი მწერს два стрелка ქვია სახელად რა Ти итальянский мафиозчик Cosa Nostra აი მე ვყოფი ვარ თურმე Cosa Nostra-ს წერ Cosa Nostra იქ მოიკითხეთ ედემი ზორიასთან ლევანი ზორიასთან იქ ვიღაცა ღვინჯილიასთან იქ ვიღაცა ყრინჯილიასთან მეგრული ენის სახელის გამოყენებით რომ მტრობენ და შლიან და ანადგურებენ რა ჩვენს ქვეყანას აი იქ მოიკითხეთ Cosa Nostra და კიდე სად მოიკითხეთ იცი Cosa Nostra აი იქ მოიკითხეთ რა ქვია მთელი თემა რო აქ თავდაცვის სამინისტროში აგდებული და გენშტაბის უფროსი რომ მეგრელია კადრების უფროსი რომ მეგრელია მინისტრის აპარატის უფროსი რომ მეგრელია სამხედრო პოლიციის უფროსი რომ მეგრელია და პლუს იმას რო ყვირი ხართ რომ შენო აქო მე მითხე შენო აქო თუ მეგრული და კომპიუტერი არ იცოდიო რა გინდოდა სამინისტროში აი მაშინ ქონდა თქვენ დედა მოსატყნავი მაგ პროჭმეგრელა ტიპებს რა გამოსაყვანი იყავით და აი თვითონ სამეგრელოში ჩასაყვანი იყავით და ვინც არიან იქ პატრიოტი ღირსეული ქართველური აზროვნების ხალხი ნამდვილად ჭეშმარიტი მეგრელები იმათ ხელში იყავით მისაცემი თქვენი დედა შევეცი მე აი იქ მოიკითხეთ თქვენი Cosa Nostra არ გინდა თქვენ ამ ყველაფერზე ჭეშმარიტი ლაპარაკი გაქცევა გირჩევნიათ თემებიდან მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ სიმართლე დაიმალება სიმართლე ეს არ დაიმალება ეს არის სიმართლე ეს არის ჭეშმარიტება და ამ ჭეშმარიტებას აქვს თავის სახელი ჩემთვის მაგალითად აი რო უყურებდი ამ ტიპებს რა ბოლოს როგორ გადაიქცნენ იცი ტრების ხელშეწყობით თავდაცვის სამინისტროში შექმნეს მეგრელმწამებელთა ჯგუფი ეს ახალაიები და ისინი აბა ვინ იყვნენ ესენი იყვნენ მეგრელმწამებელთა ჯგუფი ქარდავები და მთელ კუთხეს გაუტეხეს სახელი საქართველოში ამ დედამოწყრულებმა ამ და ჩვეულებრივი მიმართულება ქონდა იქით გებუაზეები და იქ იზირიები და მიზირიები და გვარებს კი არ ვეხები მაგრამ ფაქტია რა რა ხდება სიმონ და ყველა ქართველის მტრის დედას შევეცი ჯუან პარუსკი რო გიწერია შეკუტუ შენ ტრები რო ხართ ჩემი ქვეყნის და ამას ეხლა ვერ დააბრალებს სხვას რა ამერიკის შეერთებულ შტატებს სხვა პოლიტიკა აქვს ჩვენ ქვეყანაში და სხვანაირად ცდილობს ჩვენ გამოყენებას რუსეთის წინააღმდეგ ეგ ფაქტია რა მაგრამ ქართული ენის მიმართ მტრობა რუსეთს აქ აი ამაში რა ქვეყნის გადაყოფაში და დაყოფაში და განადგურებაში და მათ შორის სეპარატისტული მიდგომებით იმიტომ რომ ძალიან მაგრად გამოუვიდა ეს ყველაფერი რა აი მაგალითად აფხაზეთში მაგალითად სამაჩაბლოში ეს ყველაფერი გააღვივა აი ამ სეპარატიზმმა და მე ვფიქრობ რომ ეს პოლიტიკა შესწავლილია ჩვენი ერის სისუსტეები გვაქვს ჩვენ რა როგორც ყველას ისე მაგრამ განსაკუთრებით მე ვფიქრობ რომ პრობლემა მდგომარეობს ჩვენი ხალხის იმაში რომ ჩვენ ურთიერთპატივისცემა არ ვიცით და ჩვენ ქართველობას პირველ ღერძზე არ ვაყენებთ რა ჩვენ სახელმწიფოებრიობას აი ეს არის რეალობა და იმას რომ თითქოს რაღაცა პოლიტიკა გვაქვს რაღაცა კუთხობრივი ისინი იმართება რეგიონალურად ესენი ყველაფერი მაგარი სირობაა რა გულახდილად გეტყვით რა არაფრის მომცემი გაუთვითცნობიერებელი რაღაცები კეთდება რა რეგიონალურ დონეზე რომ ფულები გაიწეროს მეტი არაფერი არ ხდება რა აი ასეთმა მიდგომებმა გამოიწვია ის რომ აბსოლუტურად გამიჯნულია ქართველი ხალხი და ქართველიერი საკუთარი ცნობიერებიდან როგორ შეიძლება ახლა მაგალითად აფხაზს არ კონდეს წარმოდგენა აფხაზეთში როგორ არის ქართული კულტურის ნაწილი ესეთი რაღაცა არ მიეწოდება მას არც ტელევიზიით არ მიეწოდება შემოკარგება არც თუნდაც რადიო არ არსებობს არ მიეწოდება არც სხვა საინფორმაციო საშუალებებია ძირითადად აფხაზები უკვე უფრო გარუსტნენ და გააბაზგდნენ და გათურკდნენ
ვიდრე გაქართველები. მე ფაქტია, რომ როგორც იმერლები, როგორც რაჭველები, როგორც კახელები, აი ესეთი კუთხე იყო ჩვენი აფხაზეთი და მოხდა მისი მიტაცება ესეთი სეპარატისტული მიდგომებით და ეს ახლა რუსეთმა გააკეთა და მე მაშინ მარტო რუსეთს კი არა ძალიან სერიოზული ინტერესი აქვს თურქეთს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის და მაგალითად აფხაზეთთან ეკონომიკური ეგრეთ წოდებული კავშირები აქვს თურქეთს და გემები შედის დღემდე უთქვია საქართველოს ხელისუფლებას პროტესტი გამოუთქვია თქვენ გონი არიცით რა ხდება ყველაფერი ზედმიწევნით იცის დღეს თუ აფხაზეთში რაიმე ფორმით შერჩა კომუნიკაცია საზოგადოებას დღეს თუ რუსულის გარდა იქ სხვა ენა ცხოვრობს ქართული ხო საერთოდ აკრძალულია სალაპარაკოდ მოგეხსენებათ რატო იმ ეროვნული შუღლის გამო და დარჩა მეგრული სალაპარაკო და აფხაზი ქართველთან იქ ლაპარაკობს მეგრული ენით ჩემთვის მაგალითად ეს არის ერთადერთი სასიხარულო ინფორმაცია რომ ქართული ენის ფორმა არ კვდება კომუნიკაციის ფორმა და მტერმა ვერ გაიმარჯვა ზოგადად ჩვენს იდეოლოგიაზე და ცნობიერებაზე იმიტომ რომ მეგრული ენა არის ნაწილი ქართული ენის კულტურის და მე არ წარმომიდგენია ქართული ენის კულტურა მეგრული ენის კულტურის გარეშე და ქართული ენის კულტურისა და შემადგენლობის გარეშე. აბა როგორ არის? აბა როგორ შეიძლება იყოს ეს? ახლა ამას პასუხი უნდა გაშენო ოპოზიცია ხარო სიმონო, ну როგორ გითხრა ახლა იმ ოპოზიციის სიმონ დედა და ამ ხელისუფლების დედა რომელსაც შენ ეთაყვანები არა ვარ მე ჩემ ქვეყანაში არც პოზიცია და არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება. მე ვარ ჩვეულებრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი და მაგ ჩემი პოზიციები, მაგრამ შენაირი ვაზელინისთვის ისა ჯან ულიან и შონია მორაიდა რა ვიცი კიდე 1000 სახელი აქვს რაღაც რუსულად უწერია თან ეს ყველაფერი შენ შეიძლება ეს ვერ წარმოიდგინო რა როგორ შეიძლება იყოს ასეთი ფორმა წარმოშვებული ჩვენ სოციუმში რა არ გინოდეს პოლიტიკური ძალაუფლება მაგრამ იყვარდეს შენი ქვეყანა აი ამისკენ მივილტვი მე და ეს ამბიციები მაწუხებს მე თქვენ ვერ ნახავთ ახლა ყოველთვის იყო პრობლემა რა ევროპაში მყიფე ნიადაგის და მყიფე საზღვრების დღემდე იჩენს თქვა ევროპის ტერიტორიაზე რა ის სახელმწიფოები რომლებიც თქვა სადაო ტერიტორიებზე არის ხო ეს დღემდე მაგალითად ერიდებიან მთავარი ქუჩების დარქმევას ნაციონალური წერილების პოეტების ფილოსოფოსების სახეს და შუალედური სახელები ქვია ამ ქუჩებს რა იმ სადაო ტერიტორიის ზონებში მაგალითად ნავიგაციის ქუჩა და ესეთი რაღაცეები და ისეთი უთქმელი უღერძო სახელები ქვია მაგრამ ამით არ ხდება მოსახლეობის გაღიზიანება ჩვენ უნდა ქართველებს ქონოდა იმ ხელა შეგრძნება რომ გვებრძოლა ერთმანეთთან ჩვენი ერთმანეთის სიყვარულისთვის და არა ერთმანეთთან რაღაცა პრიორიტეტების მისაღებად. როგორ შეიძლებოდა ეგეთი რაღაცა ჩვენ ერთმანეთს დავპირისპირებოდით. ვინ მოუტანა ამან? ვის მოუტანა ამან უკეთესი? ვის მოუტანა ამან სარგებელი? ჩვენ მოგვიტანა ქართველებს? ერს მოუტანა თუ ვის მოუტანა? არავისთვის ამას კარგი არ მოუტანია. გულახდილად გეტყვით. ჩვენ ყველაფერმა ამან დაგვამარცხა და დაგვამარცხა სერიოზულად. ისე დაგვამარცხა, რომ ჩვენ ამ ყველაფერიდან ვერც კი ამოვედით. მთელი ამ ხნის განმავლობაში. და ახლა ემზადება მეორე ტალღამიდის სეპარატისტული ომების და ამ სეპარატისტულ ომებს აგერ ყავს ჩასაფრებული როჟები რა. ღვინჯილიები, აგერ ედემიზორიები ამან პროჭები რა. ესენი გააკეთებენ ძალიან სულ საქმეს საქართველოში, კვადრახაში. და აგერ უშიშროება იმას გასდევს, ვის ჯოხის ტარი, დროშის ტარი შოუყო უკანალში და გადმოცემა ხდება იმისი, რომ მეგრული ტელევიზია გაიხსნა და მეგრულად მიდის მაუწყებლობა და აი ეს უნდა გამოიყვანო იმ მეგრული ტელევიზიის უფროსი და ტრაქში უნდა მოწყოს აჯაროთ რა. პირდაპირ ვამბობ, მე იმაზე კი არ მაქვს პრეტენზია მეგრული ენის წინააღმდეგი რამე მქონდეს. რას საჭიროა საქართველოში
ისედაც 3 მილიონი ნახევარი ერი ვართ დარჩენილი, ასეთი სეპარატისტული წახალისებები მოხდეს და მალე იმას იტყვიან, რომ აი ჩვენ გვჭირდება საქართველოში რომ მეგრული ბაღებში და სკოლებში მე მაგალითად სხვა დონეზე, სახელმწიფო დონეზე მოითხოვენ ამ ყველაფერს რა. ვაფშე გავიჯიჯგნებით თორე ვინოხერი რა. ქართველს რომ უნდა კონდეს ცნობადობაში ჩაკერებული პატივისცემა მეგრული და სვანური ენის, ვინოხერი, ვინ ამბობს, ვინ არის ამის წინააღმდეგი. მაგრამ მტერი ამას როგორ იყენებს? მაგრად იყენებს, წარმატებულად იყენებს და კიდე ერთხელ ვიტყვი, თუ ენა გაითიშება, всё, იქ ყველაფერი მოკვდება. ყველაფერი მოკვდება. ილიამ როგორ რა სამი ასპექტი გამოყო სახელმწიფოსთვის და ქართული ცნობიერების არსებობისთვის, ხო? ენა მამული სარწმუნოება. აგერ შეხედე საპიე შიპერ მიწერს შენო სუსის აგენტი ხარო, არ ვიცი, მე ჩემო ძმაო, გულახდილად გეტყვი, ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ ძალიან რთულად გაარკვიო, ვინ ვისი აგენტი და მამაძაღლია, მაგრამ სუსის აგენტი რო ყოფილიყავი, დღეს მე გადახვეწილი კი არ ვიშნებოდი ჩემ ქვეყნიდან. პირიქით. დღეს სუსის აგენტები და პროჭები ყველაზე კარგად ცხოვრობენ საქართველოში და გაყიდული აქვს ენა მამული სარწმუნოება და უღდარი მიწა. თავიანთი რისთვის მე ვერ გეტყვი რა, მაგ ხალხის მესმის. ან საერთოდ იციან მაგათ, მაგრამ რატო და რისი გულისთვის გააკეთეს ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტი ხო სახეზია რა. ამ ადამიანებისთვის ყოფა და არსებობა შეიძლება იოლია. ტელევიზიაში მაგალითად პირველად სადაური ვარ ძმაო და ქუთაისელი ვარ წარმოშობით. იქ დაბადებული გაზრდილი ვარ. ცნობისთვის, თუ გაინტერესებს ესაა და სხვათა შორის გულახდილად გეტყვით, ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა გარდაცვლილია ეს კაცი ოტია იოსელიანთან და ვიცი მისი შეხედულებები რა, ცხოვრებაზე ძალიან ბევრჯერ მქონია მაგაზე, მაგ თემაზე ლაპარაკი. იმ ცნობიერებით და იმ გაგებით, თუ თანამედროვეობის ეს წერალი დღეს ქართულ ცნობიერებასთან და იდეოლოგიასთან და აღმატებულებასთან რამე ახლოს არის, ხო? მაშინ გამოდის, რომ არ ჩემი აზრი არ ყოფილა, იმიტომ რომ როგორც თქვით, ვაშლიდან შორს არ ვარდება რა. მე უბრალო ადამიანი ვარ და შემთხვევით შემოვედი, მეც გპასუხობ, მაგრამ არა შემთხვევით შემოვაქო, შემოკარგო. ნაკლებად მნიშვნელოვანი არის ჩემთვის ვიღაცას გადავიკიდო აქედან და კონკრეტულად ვებრძოლო. არსებითაც არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი ვიღაცას ვებრძოლო. მე ვლაპარაკობ ქართულ ენაზე და ქართული ენის გაუბედურებაზე. იმიტომ რომ მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უმარცხდებით რა. პრობლემებში ვართ. ჩვენ ენას კლავენ და ასე იყო რა, ყოველთვის რუსეთის იმპერიას ჰქონდა იმის განცდა, რომ თავისი ენა დაემკვიდრებია ჩვენთან. აგერ მწერს, რომ რუსთაველი ვარ, ქუთაისში დამყოფი ვარ, ამჟამად რუსეთში ცხოვრობ. მე ჩემო ძმაო, გულახდილად გეტყვი, მე არა მაქვს არანაირი პრეტენზია იმ ხალხთან, ვინც რუსეთში ცხოვრობს, ქართველები რა. პირიქით. ვის ქართველები, ვინც რუსეთში ცხოვრობს, ესაა ყველაზე წარმატებული ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ძალიან დიდი მშვიდობის დროშა დაიკავონ ხელში ჩვენთან საქართველოში მშვიდობის დამკვიდრებაში. მე ასე მიმაჩნევ, შეიძლება მე ვცდები, მაგრამ ფაქტია რა. იმიტომ რომ ამ ხალხს შეუძლია ძალიან სერიოზული მეც რუსეთში ვარ, მოსკოვში. ყველას მივესალმები რა. ვინც რუსეთში ცხოვრობს, მოსკოვში იქნება. მე მაგალითად ძალიან ბევრი ახლობელი მყავს ნაცნობი, ვინც რუსეთში წავიდა რა, სხვადასხვა მოტივებით და ცხოვრობს იქ. მე
მე არ ვთვლი რომ ისინი ცუდი ქართველები არიან, პროპაგანდა კი მიდის რომ ამ ქართველებს აგინონ და ამ ქართველებს ლანძღონ და მიიჩნიონ ქვეყნის მტრებად. ეს ძალიან ცუდი ტენდენცია. მე მაგას არ ვამბობ, მე უბრალოდ ვამბობ იმას რომ ესეთი პოლიტიკა იყო რა რუსული, რომ დაემარცხებია ქართული ენა და გეუბნებით რა. ქართულ ენას რუსული პროპაგანდა და რუსული ძალები ვერ დაამარცხებენ, მანამ სანამ იარსებებს კაცობრიობა. წარმოუდგენელია ქართული ენით ლაპარაკის შეწყდეს დედამიწის ზურგზე. ეს ღმერთის ნება არსებობა ქართული ენისა. და კარგად უთხრა რა ისტორიული მონაკვეთის მანძილზე აგერ გეტყვით რუსულად რა. პასუხი გასცა ერთ-ერთ რუსს. აკაკის ის იყო, ზუსტად ვერ გეტყვით ვინ იყო. აღარ მახსოვს. Когда ваши в лесу редки бродили наши Евангелие переводили, Евангелие Библия, ხო? როდესაც თქვენები ტყეში ხეებზე დარბოდნენ, ჩვენები მაშინ ბიბლიას თარგმნიდნენ რა. ასეთი კულტურის ხალხი ვართ, ასეთი წარსულის ადამიანები ვართ, ახლა რატო უნდა განადგურდეს ქართული ენა რა? ვიღაცა კობახიძეს რო უნდა, ვიღაცა ედემიზორიას რო უნდა, ვიღაცა ყლინჯიღვინჯგილიას რო უნდა, იგი რაღაცა და რაღაცა ასე არ არის რა. ქართულმა ენამ უნდა იარსებოს და უნდა კონდეს განვითარება ამ ენას. ენა ცოცხალი რაღაცა არის, ენა არ შეიძლება ენა მოკვდეს. კაცი შეიძლება მოკვდეს, ენა არა. არ შეიძლება მოკვდეს ქართული ენა. აი მაგალითად თქვენ იცით რომ მოკვდა ლათინური დამწერლობა, მაგრამ მთელი ევროპა ლათინური ოჯახის წარმომადგენელია, გინდა ფრანგული, გინდა ინგლისური და ბევრი ევროპეიდული ქვეყნები გარდა გერმანულისა ის ნორდიკული ენა არის. არ შეიძლება ქართული ენა დარჩეს მარტო ქვაში მღაღადებლად რა, უდაბნოსაშინა და ამას ვამბობ რა, როდესაც მიმდინარეობს აი რაღაცა ძეგლების დადგმა ქართული ასოებით მეგრული შინაარსის ტექსტების, როდესაც ვიღაცა სირი გამოვა და იტყვის რომ აი მეგრელოს თავისუფლება გვჭირდება და აგერ რუსეთისგან მოვითხოვოთ შეერაღებული ძალების მხარდაჭერა. როდესაც ვიღაცა ნაძირალა იტყვის იმას რომ აი მაგალითად იუნესკომ უნდა აღიაროს სამეგრელოს დამოუკიდებლობა. და ეს პროჯექტი კიდე რა უკან დამუნდრული ტიპები, იზორიები და მთელი მისი ბაძაღუები, მაძაღუები, შმაძაღუები მეგრულ მოტივებზე სეპარატისტულად განწყობილი ტიპები, რომელსაც ხელში უკავიათ ქვეყნის ბიუჯეტი რა და იქ ეწევიან მონობას რა ზოგიერთი სხვა კუთხის გვარიშვილების ხო მე ვფიქრობ რომ ესაა პრობლემა ამაზე უნდა აკეთებდეს აქცენტს სპეცსამსახური და ესეთი ადამიანები უნდა მოთხაროს ძერში და ჩვენ ქვეყანაში ესე არ ხდება რა ტაბატაძე არსენას მე არ ვიცნობ და მისვე შეკითხვა თუ იცნობ მე არ ვიცნობ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მე არ ვიცი ვინ არის ეს ბატონი მაგრამ აი ეს ადამიანები ვინც ჩამოთვალე ღვინჯილია ეს კონკრეტულად ეს ტიპი დავით არ ფიქრობ რომ უბრალოდ ყველაფერი სპექტაკლია და მეტი არაფერიო მეგრელები გამყიდულები იყვნენ ყოველთვის მე ვერ დაგეთანხმები ჯიგარო რომ სპექტაკლი კი არა და ძალიან სერიოზულად დაგეგმილი სპეცღონისძიება საქართველოს და ქართული ხალხის წინააღმდეგ და ეს ტიპები რა მეგრელებად რო თავს ასახებენ მოდი აი ესე გეტყვი რა ეგენი არ არიან მეგრელების ეგენი არიან ყველაზე საზიზღარი არსებები გადაცმულები ქართული ერის ტყავში და კონკრეტულად მეგრელი ხალხის ტყავში რა სამეგრელოს ტყავში რა როგორ შეიძლება ელემენტარულად ქართული ერის წარმოშობის ისტორიას რო გადახედო ხო ფარნავაზისა და ქუჯიერის თავის დამოკიდებულებას გიფიქრიათ რომელიმეს თქვენ აი რატო მანდა მაინც უნდა ყოფილიყო ფარნავაზი მეფე ქართველთა ხო და რატო არ უნდა ყოფილიყო ქუჯი რა ქუჯის არ შეეძლო მასე უფროსი იყო მასე დიდი გავლენებით იყო და მასე მეტი გამოცდილიც იყო ხო მაგრამ აი ხელა იყო ნდობა პატივისცემა და თავდადრეკა რომ ეს არის კადრა მან და დღეს ეს პროჭები ვინ არის ეს იზორია ეს ბაძაღუა ეს ღვინჯილია ეს მეგვარებზე არ ვლაპარაკობ კონკრეტული გვარის ქვეშ დამალულ ნაბოზრებზე ვლაპარაკობ რა ედემიზორია ესენი აი თუ კარგი არ არსებობს ჩანდაბა საქვეყანაში მომსპარია უზურპირებულია ეს სპეცსამსახური ხო
ჩვენ ქართველმა ხალხმა ხო უნდა შევძლოთ ამათი გამორჩევა და ამათი გაწიხვლა რა. გაწიხვლა ვინმეს ფიზიკურად კი არა, უნდა ვცნოთ რა ჩვენი მტრების სახეზე, ხო უნდა ვიცოდეთ ვინ არიან ჩვენი მტრების სახეზე. რატო არ ვაკეთებთ ამას? რატო არ ძალა არ აგვაქვს? ძალა არ აგვაქვს, რომ აი ესეთ ნაძილებს დავარქვათ თავიანთი სახელები. ხო როგორ შეიძლება რომ ახლა მისაღები იყოს ვიღაცა ედემიზორია, ვიღაცა ეს ბაძაღუა, მაძაღუა, შვაძაღუა, ეგენი ერთმანეთში ქართულ ენაზე არლაპარაკობენ და არც მეგრულად არლაპარაკობენ. ამათ საურთიერთობო სამეთყველო ენა სულ სხვა აქვთ. ერთობა არ აგვაქვს, ცოტა მე მეთანხმები. აბსოლუტურად ერთობა არ აგვაქვს. აბა შენ წარმოგიდგენია რუსეთში რაც ქართველები ცხოვრობს, იმათ რომ ერთობა კონდეს, იმათ რომ უფლება კონდეთ. აგერ საფრანგეთში აიღეს ქართველები, ამათ რო ერთობა კონდეთ. ვინც ინგლისში ცხოვრობს, იმათ რო ერთობა კონდეს. და მსოფლიოს დედამიწის ბურთზე რამდენი ქართველი ცხოვრობს, იმათ რო ერთობა კონდეთ და აი 2.800.000 კაცია ქვეყნიდან განდევნილი და ემიგრანტი იმას რო ერთობა კონდეს. თქვენ წარმოგიდგენიათ ამის წარმოდგენის უნარი გააქვთ? და ამათმა რო გადაწყვიტონ ქვეყანაში რა როგორ იყოს და როგორ უნდა იყოს. მაგრამ გაპროჭდა ხალხი და ხელი უფრო ხელისუფალი. ხალხი მონადა აქცეული ჩემო ძმაო რა. ხალხი მონადა აქცეული პასუხობთ რომ საქართველოს მოქალაქეებს არავინ არაფერს არ ეკითხება, ჩვეულებრივ ჩმორად არიან გადაგზე ცხრებად რა. ცხრებად. დღეს გამოვლიან ეტყვიან რომ შავი თეთრია, ხვალ არ დაჭირდებათ. თეთრი შავია, შავი თეთრია და ასე შემდეგ. სიმართლე სიცრუეა, სიცრუე სიმართლეა და ასე შემდეგ რა. ცურთა ქვეყანაა რა. ჩვეულებრივ ენა ნეგატივების ენაა რა. არ არის ეს აბსოლუტურად ის ენა, რომელთაც შეიძლება ჭეშმარიტებას ეძებდეს კაცი, განვითარებას ეძებდეს კაცი, ცხოველმყოფობლობას ეძებდეს კაცი. ქართული დღევანდელი ქართული ის ქართული არ არის. იონანე ზოსიმეს რო აქებაი და დიდებაი დაწერილი. ქართული საენისა. ეს ის ენა არ არის. თორე აი მარტივად გეტყვით რა, სვანურ ენაში საგინებელი სიტყვა არ მოიძებნება. არ შეიძლება სვანურ ენაზე დედა აგინოს სხვას. ესეთი დამოკიდებულება, ესეთი ცნობიერება ქართულ ენაზე უხამსი სიტყვები, აი მე რომელსაც ვიყენებ რა, მე აღარ ვიყენებ იმიტომ რომ სწორად გამიგეთ რასაც ვლაპარაკობ, აი მტრები მაგალითად საქართველოს მტრები რა. დღევანდელი უზურპირებული ხელისუფალი კობახიძეები, აი ღარიბაშვილები და სხვადასხვა ვირიშვილები რა, ჯერ ერთი კაცი რომელიც პრემიერ-მინისტრი იქნება და შვილს ეტყვის რო აგერა ჩვენ უნივერსიტეტში შეასწავლე შვილს ეტყვის ამას და უნივერსიტეტები ააშენეს ვითომი ქუთაისში და რაღაცა საუნივერსიტეტო ქალაქი და ყლეობები რაღაცა და საკუთარი შვილი ამერიკაში წაიყვანა თან ჩარტერული რეისით დაადებია ტრაკი რო იქ ვიღაცას პრობლემა არ შექმნოდა რაღაცა იმისი თან ოჯახური ფართიც მოუწყო ბორტზე შვილს საყვარელს ამათ დედებს შევეცი ამათ სხვა ენაზე როგორ უნდა ელაპარაკო ამათ ესმით ესენა მარტო რა ხო და ესენი ერთმანეთში ქართულად არ ლაპარაკობენ ეგენი ლაპარაკობენ ნეგატივების ენაზე მე ამათ ველაპარაკები ნეგატივების ენაზე და უახლოეს მომავალში ამოიღებენ თუ ასე გაგრძელდა ქართული ენიდან ისეთ სიტყვებს რომლებიც მათთვის იქნება დამაზიანებელი დატოვებენ ისე რა ჯანი როდარის ჯელსომინოც და ქვეყანაში როა რა ყოფილმა მეკობრემ რო დაიპყრო ქვეყანა და რო შეცვალა კანონები და ცუდი რო კარგი გახდა და კარგი რო ცუდი გახდა და ლამაზი რო მახინჯი გახდა და მახინჯი რო ლამაზი გახდა და ყველა ასე რო ეუბნებოდა რა იმ მახინჯს ქვეყნის მართველ ყოფილ მეგობრებს ფუ ისეთი საზღარი ხარ არც კი შეკაპურთხებ მორდაშიო და იმას რო ნიშნავდა ოხრა ლამაზი ხარ თქვენ უმაღლესობა ესე არიან ეგენი დარჩენილები ამოიღებენ მალე გააუთავებენ ქართულ ენას ისე როგორც დაჭირდებათ რა ვინერებად და ლუზერებად მე ნუ ძალა თუ არ ყოფნის და სიმართლესა თანადოდ ვერ იტყვი ხმამაღლად და რეზონანსი არ გიქნება მოიქნები ვინერი
ანუ წაგებული. არ ვიცი ახლა მე ინგლისური ენა ნამდვილად არ ვიცი, არ არის. არ მისწავლია არასდროს და არ დაგიმალავთ არც სურვილი არ გამჩენია ჩემ და სამწუხაროდ. მიუხედავად იმისა, ჩემი ენის ჩათვლით 4 ენაზე ვლაპარაკობ. ეს არის სიმართლე. ესეთი ფორმები ამათ რო აქვთ რა, დამოკიდებულებით დარწმუნებული ვარ, არც ინგლისურ ენაში არ იქნება. არ შეიძლება შენ ქვეყანაში, შენი ქვეყნის სისტემა მოარგოს სხვა ენის ცნობიერებას. აი მაგალითად შეცვალეს გენერალური შტაბის უფროსი. იმიტომ შეცვალეს, რომ იქ ამერიკაში თავდაცვის ძალების მამამთავარი თუ რაღაცა მართველი რაღაცაზე გამოითქმის და ამგენმა ქართულად ეს გადააკეთეს და დანიშნეს აი ეს ასეთ სახელი შეერაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი კი აღარ არის. არის ინგლისურიდან რომ გადმოთარგმნო ის სიტყვა ზუსტად. მე ვფიქრობ, რომ ესაა პრობლემა. იმიტომ რომ გერმანია, რომელიც მოგეხსენება თქვენ ევროპული სახელმწიფოა და ამხელა ისტორია აქვს ძალიან დიდი ისტორია. დღემდე შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, ნატო წევრი ქვეყანა არის, საკუთარი არმიის სტრუქტურა, წოდებები დარჩა ზუსტად ისეთი, როგორც ადოლფ ჰიტლერს ჰქონდა თავის ემაში, რა ქვია, შეერაღებულ ძალებში. და გენერალური შტაბის უფროსი ამერიკულიდან გადმოთარგმნილი გერმანულად ტიპი კი არ არის, არამედ იმას ქვია გენერალური ინსპექტორი. აი ესეთი სახელი ქვია უმაღლეს სამხედროს, უმაღლეს გენერალს გერმანიის ბუნდესვერში. ეს არის გერმანული შეერაღებული ძალები. რა გითხრათ ახლა, თუ გონიათ ის, რომ ძლიერი სახელმწიფო შენდება ძლიერი ენის და ცნობიერებითი დაცვის გარეშე, უნდა მოგატყუოთ რა. საქართველოში მეცნიერული მიდგომები მოსპეს. მით უმეტეს ენა არის კოდი, ჩამარხული კოდი. ცნობიერებითი კოდი არის, რაშიდაც უნდა იყოს მიღწევა ნამდვილად რა. ნამდვილად არის მიღწევა მაშინ, როდესაც პატარა ბავშვი იწყებს მშობლიურ ენაზე ლაპარაკს რა. და რამდენი ქართველს ესპობა იმის უფლება იქონიოს კავშირი თავის საზოგადოებასთან, თავის სახელმწიფოსთან მშობლიურ ენაზე, იმიტომ რომ საქართველოში ქართული ენით თუ ლაპარაკობ, ეს არაფერს არ ნიშნავს მარტო. მე მესმის, რომ რაღაცა კრიტერიუმი შეიძლება არსებობდეს და უნდა არსებობდეს კიდევაც კრიტერიუმი. აუცილებლად უნდა არსებობდეს განვითარებული ადამიანის ცხოვრებაში ის, რომ სასურველია ლაპარაკობდეს რამოდენიმე ენაზე, მაგრამ ძლიერ სახელმწიფოში მოქალაქე უნდა ლაპარაკობდეს მშობლიურ ენაზე და სახელმწიფო ენაზე უნდა ლაპარაკობდეს მხოლოდ. თქვენ აქ საფრანგეთში ვერ მანახებთ პრიორიტეტში მყოფ ადამიანს, რომელმაც მხოლოდ ინგლისური იცის. კარგია თუ ინგლისური იცის, რა საშინლად ლაპარაკობს, ვინც ინგლისური იცის, საერთოდ დაავიწყებს ინგლისელს იმის გააზრებას, რომ ის ინგლისურად ლაპარაკობს. უმძიმესი აქცენტით, ტიპიურად გადმოცემული ფრანგული აქცენტით ინგლისურად და არა ისეთი ფორმით, აი ქართველები რომ ინგლისურად ვილაპარაკობ. არა, ესე არ ხდება აქ. აქ თუ ჩამოდის ინგლისური, ისაა ვალდებული ილაპარაკოს ფრანგულად. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ექნება ნაკლები პატივისცემა. და თუ ტურისტია, მაქსიმუმ შეიძლება ვინმე მისწროლოს 1-2 სიტყვა ინგლისურად და ამით დამთავრდეს ყველაფერი. ჩვენთან როგორ ხდება? ჩვენთან უკვე მშობლიურ ენაზე უკეთესად ინგლისური უნდა იცოდე. რა განსხვავებაა რუსეთში საბჭოთა კავშირის დროს რო ვიყავით დაპყრობილი და იყო მთავარი ენა რუსული ენა? იმის ტრავერსი ხდება დღეს რა, მთავარი არის რომ იცოდე ინგლისური ენა. ინგლისური ენით თუ ლაპარაკობ, ეს იმას ნიშნავს, რომ მაგარი ტიპი ხარ რა. მოგესალმებით, ყველას მივესალმები, ვინც მესალმება აქ. უნდა იცოდე ინგლისური საყველპურო ინგლისური დედას არ შევის, რატო უნდა ვიცოდე ინგლისური? აი რატო უნდა ვიცოდე მე ინგლისური? რა ვალდებულება მაქვს ვიცოდე ინგლისური რა.
აგერ მისვამს შეკითხვა საჭარლებიო ასე მარტივადო როგორ გაამუსულმანეს ვიდრე ნეგრელები ან იმერლებიო რა ეს ტერიტორია ხო იყო თურქეთთან დაპყრობილი ეს უფრო სხვა საკითხია ჩემო კარგო მაგრამ იცი რას გეტყვი ნუ ეს ცალკე პრობლემა არის მე ვიტყვი რომ ნუ ამას პრობლემად გამოვყოფ ვიღაცის არწმუნოებრივი თემები არ არის მაინც ასე ნუ იყვნენ ბევრი ქართველები რომლებიც იყვნენ მუსულმანები და მთელი ცხოვრება დაუძინებელი ცხოვრება ებრძოდნენ მას რა ხის შეშვილი და ისინი ებრძოდნენ დაუტირეს ოსმალეთს რა მას არწმუნოება ჰქონდათ მუსულმანური და ძალიან რთულია ვიღაცა სულში ჩაუყო ხელი და უთხრა აი რატო არა ხარ ქრისტიანი რა და ძალიან მარტივად გეტყვი იმ თუნდაც ქართულ ანდაზას რომ კაცი იყავი კაცური და სადაც გინდა იგილოციო რა არის ესეთი არის რა ესე რა თქვა ქართულად და მე მაგალითად მაგას ვითანხმები აბსოლუტურად რა რომ იცოდე რა ძალიან პატარა მარტივი მიზეზის გამო ჩემო ოქრო კაცო იმიტომ რომ ყველას თავისი პირადი ინტიმური სამყარო აქვს და იქ უნდა გადაწყვიტოს კაცმა ვინ უნდა იყოს და რა უნდა იყოს მაგრამ ქართველი თუ ხარ ხო ეს იმას ნიშნავს რომ უნდა იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი რა გლობალურად გეუბნები ამას იმიტომ რომ თურქი მოდიოდა ყოველთვის სიკვდილით ყოველთვის מחვილ დღესაც ასე არის ხოთაშორის მინდა გითხრა და მოდიოდა იმით რომ წაერთვა შენთვის ენა და წაერთვა შენთვის სარწმუნოება და რაც თურქმა გაუკეთა ქართველს ხო წარმოუდგენელია ვინმემ გაუკეთოს ალბათ 12 მილიონი მაინც უნდა ვიყოთ დღეს რომ არ ყოფილიყო თურქი ზოგადად თურქი ეს აყროლებული ჯიში რა მე ზოგადად ერზე ძალიან რთულია ვილაპარაკო მაგრამ ესენი არიან ტვირთი ამ ევროპეიდული რასის რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ ქართველები რა მე ვფიქრობ რომ თურქეთი ადრე თუ გვიან თურქეთი აუცილებლად ესეთი ფორმით მართლობას შეწყვეტს იმიტომ რომ უსამართლოდ იმყოფება იქ სადაც იმყოფება ბიზანტიის ტერიტორიაზე ძველ ქრისტიანულ ტერიტორიაზე და თქვენ ახლა რა გიკვირთ რა როგორი ცხიმიანი ნაძირლები არიან ესენი კიდევ ერთხელ ვამბობ სარწმუნოებას მე არ ვეხები არანაირად არ ვეხები და არ შევეხები მაგრამ ყველა მიცის რომ აია სოფიას ტაძარი ეს იყო მართლმადიდებლური კულტურის ქრისტიანული კულტურის ყველაზე ნათელი თვალსაჩინო მაგალითი რომელიც იყო ახლა გაერო იუნესკოები და ისინი ყველა მიცის რომ ეს იყო ბეჭედი ქართული კი არა ნუ ბიზანტიური მართლმადიდებლური კულტურის ხო ყველა რა გააკეთა ერდოღანმა გააკეთა ის რომ საჯაროდ მოახდინა ამ ტაძარში მაჰმადიანური ხმლის შეტანა მოლასთან ერთად დემონსტრირება დაპყრობის სიმბოლოსი რა რომ აი მე შენ დაგიფყარი და ყველა მაგ მოკეტეთ აბა ნახე რა გავაკეთე მე აი და ღვთისმშობლის ფრესკას ჩამოაფარა ფარდაგი იმისთვის რომ აი ეს აყროლებული მოლას ყივილი პირდაპირ ვამბობ რა მე რელიგიებს არ ვეხები მაგრამ როდესაც ნებისმიერი სარწმუნოების წარმომადგენელი ჩემს სარწმუნოებას შეურაცხყოფს იმ წუთას ხდება ეს ჩემთვის მტერი და მიუღებელი რა და ნუ ახლა რატო უნდა გვიკვირდეს ჩვენ ქართველებს რატო უნდა იყოს ჩვენთვის ეს მისაღები თუ თურქი ასე იქცევა აგერ მაგალითად ერთ მორწმუნე რუსმა გადაგვიღება საქართველოში ფრესკები და გაათეთრა ტაძრები და ხა თურქი არის ამდა ამას თურქი თავის კულტურას ჩემოძმაო კარნახობს მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობს მიითვისოს ცდილობს როგორ გითხრა ახლა მოუძებნოს თავისი გზა ყველაფერს პრობლემა და C'est très joli votre chien. C'est à quelle race? C'est un croisé pincher. Ah oui? Et je pense un peu de ratier ou quelque chose qui chasse parce qu'elle est tout le temps en train de me lever. C'est à quel âge maintenant? Il a fait moins là. Ouais, C'est un grand quoi. Merci, bonne soirée. უკაცრავად საუბარი შევწყვეტე. რისი თქმა მინდოდა? ანუ რისი თქმა მინდოდა თურქს უბრუნდები, ჩემო კარგებო რა. მაგან მოახდინა საქართველოს ალექსია უძველესი ქართული ტერიტორიების, კონკრეტულად ტაო-კლარჯეთის, ესენი იყვნენ ხალხი, რომლებიც ქართულ კულტურას ანადგურებდნენ. ხო, ამას მოგვიანებით გავცემ აქ პასუხს.
რაც დაწერა ამ URSS-ում. ამას მოგვიანებით გავცემ პასუხს, მაგრამ თურქებზე გავაგრძელებ ლაპარაკს რა. საქართველოს ერთიანი საქართველოს სიძლიერეს და ოკლარჯეთში ეკლესიებს როგორ ანადგურებდნენ, ისი დინამიტდნენ ეკლესიის საძირკვლებში და ისი აფეთქებდნენ ეს დედამოწყვლული თურქები რა. და გამოდის ვიღაცა და მწერს რომ ბიჭო გეტყობა რომ რაღაცა იცი, მაგრამ ყველაფერზე აგრესია გაგძმაო, რამე კონკრეტული მიმართება აიღე ყველას რო აჯვამ ეგრე. ახლა რასაც შენაკეთებ ეს არის ნარატივჩიკობა რა. აბა რა ვქნათ კონკრეტული მიმართულება როგორ ავიღოთ და თურქს როგორ მოვეფეროთ USRLSSU რაც გიწერია მაგ რა გავაკეთოთ ვთქვათ რომ კარგი იყო ქართული კულტურის მოსპობა და განადგურება კარგი არის ის რასაც თურქეთი დღეს აკეთებს რომ ებრძვის მაგალითად საქართველოს აჭარის ტერიტორიაზე და შემოაქ თავისი მუსულმანური სკოლები და აგერ შემწობის არ მქონე ქართველ ბავშვებს თავის ნედრესეებში იტაცებს და ცდილობს ყველაფერს იმის რომ თავისი დასაყრდენი ნახოს ამ რელიგიური გავლენით საქართველოში რომ ვინცობა რაღაცა მოხდეს მე ქართული ხალხის წინააღმდეგ გამოიყენოს ის რომ ნახევარ საქართველოს სოციუმს იქ თურქეთში ყავს მიკერებული ამუშავებს ფინანსურ წყაროზეა დამოკიდებული და ანადგურებს წუთი-წუთზე როცა დაჭირდება დივერსიფიკაცია გააკეთოს იქ რაღაცა პროდუქტულ თემაზე არ ვლაპარაკობ ერთ საათში რომ გათიშავს მთელ ერს ჩვენი ყოფნა არ ყოფნის ბედს რო გადაწყვეს რა ვქნათ არ ვილაპარაკოთ ამ ყველაფერზე აი შენ გიკითხები რა გაგეცი მე შენ პასუხი გიყურებ სანამ პასუხს არ გამცემ ჯერ აქედან გამოდი განსაზღვრე იცი როგორაა საერთოდ ნებისმიერ იმაში რა ქვია სტრატეგიაში არსებობს ესეთი ფორმები რა ურთიერთობის შენი მდგომარეობა, შენი მოწინააღმდეგის მდგომარეობა, არსებული რესურსები, ოპერატიული სიტუაციის შეფასება და შენსკენ ვარ, ჩემსკენ კი შენი ქვეყნისკენ უნდა იყო, კაცო. და აღმოჩნდებით რომ მე და შენ ვიქნებით მე ერთ მხარეზე. აი მე ამას ვლაპარაკობ, ძმაო. მე მაგას ვლაპარაკობ თუ არა, იმას კი არ ვლაპარაკობ რომ მე ან შენ იმპერი ვარ, ან განსხვავებული აზრის მიმართ აგრესია მჭირს. არა, ღმერთმა დამიფაროს, რას ლაპარაკობ. მე ვლაპარაკობ იმას, რომ ჩვენ ვიმყოფებით ისეთ ჯერ ერთი როგორც ერს და როგორც ხალხს, ისეთი ისტორიული მოცემულობა გვაქვს, შეიძლება არც გვიარსება, რომ ვარსებობთ, ბიჭო. აღმოჩნდა, რომ უზარმაზარ იმპერიებს შორის, როგორც ირანია, თურქეთია, რუსეთია, ჩვენი ენა გვაქვს, ჩვენი სარწმუნოება გვაქვს, ჩვენი კულტურა გვაქვს. რატომ უნდა ვიყოს მოსპობილი ამ ყველაფერს? ახლა რადგან აქედან არ ყვირი, იმას არ ნიშნავს, რომ ემოცია არ გამაჩნია რა. მე რო უყურებ თურქზე მეტად, აი კითხვა იყო დასმული და პასუხი გავეცი. თურქზე მეტად გული ვიზემწყდება, იცი? ქართველი რო ღალატობს ამ ყველაფერს. და ქართველი რო მტრობს ამ ყველაფერს. აი ამაზე მეტად მე შეიძლება ვინმე რომელიმე სხვა რასის წარმომადგენელმა გამორიცხულია გული მატკინოს რა. რა ის სამეგრელოს დამოუკიდებლობა და რა ის სამეგრელოს თავისუფლება და რა ის ნეგრული ენის ისა რა ქვია პოპულარიზაცია ბიჭო. ეს ხო არის ჩვეულებრივი რუსული გეგმა ჩვენი ერის დასაშლელად მაგის დედავატირება. და აი ამის ისა აგერ იზორიებად და იმ აფხაზეთიდან კონტრაბანდის ფულით გამდიდრებული ვიღაცა გამოსირებულები აკეთებენ ამას რა. აი ეგ არის და ქართული ერის და ქართველი ხალხის პრობლემაზე იმარჯვებს და წარმატებას ნახულობს თურქი. მაგაც წერს ახლა რა. კი ძმაო, მაგარი ნაბოზრები არიან და კიდე გეცოდინება რომ ვინც იქეთ რუსეთშია ქართველად უმეტესობა ვერ საუბრობს. მე მაგაში ვერ დაგეთანხმები შენ. იქ არიან ქართველები, რომლებიც ძალიან კარგად ლაპარაკობენ ქართულად, ძალიან კარგად იციან
კულტურა თავისი და ძალიან მშვიდად და წყნარად ცხოვრობენ. გამონაკლისები ერთეულები ყველა ყველგან არის რა. სადაც არ უნდა იცხოვრო იმენის გარემო და გავლენა შეიძლება გქონდეს რა, ეს ბუნებრივია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ იმერს და ენას ემსახურო რა. მე პირადად გულახდილად გეტყვით რომ არც ერთ რამდენი ემიგრანტი ვართ 2.800.000 ემიგრანტი გავხდით ამ ნაძირალა კოცების ხელში აგერ ბოლოს. ამ მონაცემებით ასე თუ რა სააკაშვილის დროსაც არ გვაკლდა რა ემიგრაცია ქვეყნიდან და დევნა გინდა პოლიტიკური გინდა ეკონომიკური. მაგრამ განსაკუთრებით აი კოცების დროს აიწია ამ რიცხვმა და 2.800.000 კაცია ქვეყნიდან გადინებული. სხვადასხვა მოტივებით რა. როგორ შეიძლება ამ 2.800.000 კაცს უთხრა რომ შენ ქართველი არ ახარ და აუკრძალო საქართველოსთან ურთიერთობა რა. ძალიან ჯერეთი რამხელა პრობლემებს ვაწყდებით სახელმწიფოებრივ ახლა რატო ენის ჭრილში ვლაპარაკობ რა მე ამ ყველაფერს რა 2018 წელი იყო თუ არ ვცდები 2018 წელი იყო პარლამენტში დახურულ სხდომაზე იღებდნენ კანონს და მე ვესწრებოდი ამ დახურულ სხდომას როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე რომელსაც დეკლარირებულად ჰქონდა განცხადებული, რომ თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მქონდა სურვილი, რომ რაღაცა წარმომედგინა იდეები ასე შემდეგ გამიკეთებია განცხადებები და რაღაცა დონეზე დაუშვეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მოესმინა ჩემთვის და ძალიან დიდი მომივიდა, რა ქვია, ჩხუბი და უბედურება უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლებთან და მე სამჯერ დავესწარი იმ სხდომას მეოთხედ და მეხუთედ აღარ დამასწრეს. არ დაუშვეს ჩემზე საშიში კაცი არისო ესო ჩვენთვისო კოცებმა თქოს და ნაცებმა და ჩემს გარეშე გააგრძელეს იქ ცხოვრება და თან არსებობა. ხო და ზედმეტი რო არ ვიღაცას რო არ კონდეს იმის ილუზია რომ რაღაცა არავინ არ ვიყავი და ისე შევდიოდი და შემოდიოდი, არა. საკმაოდ დიდი კომპეტენციის ადამიანი ვიყავი, ჩემი ჯგუფი მყავდა ყოფილი სამხედროების, ყოფილი მეომარი ბიჭების და იმათთან ერთად შევდიოდი ამ საპარლამენტო კომისიაზე, ვაჯვამდი ამ გენს, უთყნავდი დედის ტრაქს ადგილზე. ნუ რა თქმა უნდა, ცივილიზებული ფორმების ფარგლებში ზოგს პირადად მოღალატესაც უძახოდი, მაგალითად, პირში ბევრჯერ მირთავდნენ მიკროფონს, მაგრამ მე ამას ვაკეთებდი. აი მაგალითად, თუ არ გჯერათ, აი ეს არის ჩემი ორგანიზაციის ბარათი, რომელიც საქართველოშია დამზადებული, მე ვიყავი სამხედრო დადარიგის ოფიცერი, კი ბატონო, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით ზრუნავდა ჩემს ქვეყანაზე და ჩემი ქვეყნის საზოგადოებაზე და ვიღაცა არ ყოფილვარ რა, ვიცოდი ზუსტად რასაც ვაკეთებდი. ამ მოტივებმა მომაყოფია თავის ქვეყანაში პოლიტიკურ დევნილად. და ისიც თქმა მინდა, ეს დღეს პრეზიდენტად რო გვიზის, მაშინ პრეზიდენტი არ იყო რა. და ესწრება ამ სხდომას, ამ ენასთან დაკავშირებით უშიშროების მინისტრი აკეთებს მოხსენებას და მაშინ ამ სალომე ზურაბიშვილს როგორ ელაპარაკებოდნენ, იცი, უიმე რა ლამაზი ქალბატონი ხარ, შენ გენაცვალე ტრაქში, უიმე რა ლამაზი კაშნიგი გააქვს, უიმე რა ლამაზი პრესინგი გიბნევია იქ იმაზე, რა ქვია, აი მაშინ ასეთი დამოკიდებულება იყო ქართული ოცნების მხრიდან. ახლა ხო თამაშობენ უფრო ანტაგონისტურ პროპოზიციას, მაშინ ასეთი თემები არ იყო რა. და გამოვიდა ეს ზურაბიშვილი და ლაპარაკობს რას, იცი? მეო მაგალითათო, საერთოდ არ მივიჩნეო იმასო აუცილებლათო, რომ ქართული ენა იყოსო აუცილებელიო ემიგრანტისთვისო, რომელიც საქართველოს ჩამოდისო რა. და ამას ლაპარაკობს ხალი, რომელიც არის საფრანგეთის მოქალაქე. ამას ლაპარაკობს ხალი, რომელიც მერე მოგვიანებით ორ თვეში პრეზიდენტი გახდა. და ამას ლაპარაკობს ხალი, რომელსაც შეიძლება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით არის სხვა ქვეყნებში ნამუშევარი და ძალიან კარგად იცის, რომ ისეთი ძლიერი სახელმწიფოები, როგორც არის მაგალითად საფრანგეთი, ხო? წარმოუდგენელია საფრანგეთის მოქალაქეობა მოგანიჭო ნაციონალიზაციით, ნატურალიზაციის თუ ამ ქვეყანაში ფრანგული ენის ბრწყინვალე მცოდნე არ ახარ რა, ყველაზე მცირე ასე გეტყვი რა. ხო, და მაგრამ საქართველოში მას არ უნდოდა, იმიტომ რომ თვითონ არ იცოდა ქართული ენა, ერაში იყო პრობლემა, იცი? ვერასოდეს ემიგრანტი ისეთი დონის ცოდნით, როგორც არის სალომე ზურაბიშვილი, საფრანგეთში ვერ მიაღწევს ვერანაირ სახელმწიფოებრივ კარიერულ ზრდას, რაც
ცოდნაც აქვს, მაგალითად, მაგ ქალს სალომე ზურაბიშვილს ქართული ენის. ნუ მაგის ტრავერსი რო იცოდეს ვინმე ფრანგული. ჩათვალეთ, რომ სალომე ზურაბიშვილის ცოდნა ეს არის სამარცხვინო კარიკატურული დონის ცოდნა ენის და ვიღაცამ რო თქვას, რომ ასეთი დონის ენის მცოდნე აქ პრეზიდენტი გახდება, ეს იქნება ჟიულ ვერნის სათავგადასავალო ზღაპრის მაგვარი სიუჟეტი, რომელსაც არავინ არ დაიჯერებს უბრალოდ რა. და ასეთი ადამიანი, ასეთი კარიკატურა მოგვიყვანეს პრეზიდენტად, დაგვისვეს პრეზიდენტად და გაოცებული დავრჩი რა, იმ შემთხვევაში რომ ვეკამათე მაგას. სერიოზულად ვეკამათე, შენ რაებს ბოდავ ქალო მეუთხარი გვერდზე მიჯდა რა. რაებს ბოდავ შენ ნაძირალა მეუთხარი როგორ ქართველი აი რაცა მოარიცისო ქართული თუ არიცის უნდა ისწავლოს ბიზია ქართული ენა მეუთხარი აბა როგორ შეიძლება საქართველოში იცხოვრო პრეტენზიები გქონდეს აქაურ მიწაზე აქაურ ხალხზე აქაურ პოლიტიკაზე და აქაურ ემაზე და შემოდი აი ქართული ენა არ იცოდე რა დამტრეული აერთის დონის ქართული ლაპარაკობს აი ნებისმიერ ქვეყანაში ელემენტარული ენის ინსტიტუტმა რომ მოგცეს რა ენის კურსები პირველი დონის ენა რო უნდა გადაელახო რა აი ესეთი დონის ცოდნა ქართული ენის და გახდა საქართველოს პრეზიდენტი ასეთი ბლეყვერა ყლექალა რა ეს არის რეალობა ახლა ესაა კრიტიკა კაცო სალომე ზურაბიშვილი აი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი რომლის მოკალაკეც მე ვარ და ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ესეთი ინტერვენცია ჩემი საზოგადოების როგორიც ამან გააკეთა რა და გააკეთა ივანიშვილის დახმარებით, იმიტომ რომ ივანიშვილს მიაღებია საფრანგეთში მოქალაქეობა და მიშვილებს. ეს არის რა არ არის ეს სიმართლე? და ინტერესები ქონდა, გამიგე ივანიშვილს საფრანგეთში. და ეს ეხმარებოდა. და მე ეს ინტერესები გაიყო. ამაზე იქნება ლაპარაკი და იქნება სერიოზული მხილება რა. სანამდე ესეთი ადამიანები დარჩებიან ქართველი ერის სათავეში, ტრები ქართველი ერის და ენის. რა უნდა ვეომო, რა ის ედემიზორიებს უნდა ვეომოთ და ვიღაცა კენტორ ყუპრავებს და ეს რა ქვია რაღაც ერთი გამოსირებული მეგრელად გასაღებული როჟა ქვეყნის მოღალატე გამოვა რა და იტყვის რომ მეგრელი ის ამ გეს უნდა ვეომოთ რა ამ ტრებს რა რა მნიშვნელობა აქვს ამას ვინ იქნება აგერგვიზის ტრები ზურაბიშვილის თამადობით ლევანი ზორიას თამადობით და დაძირლების თამადობით ეს არის სიმართლე რა ამინდი კარგია ბატონო ჩვენთან გეთანხმები ნამდვილად კარგი ამინდია და ჰაერიც კარგია მაგრამ ნამდვილად გეტყვი რომ დღევანდელი ამინდის გულისთვის არ წერ ამ ვიდეო ბლოგს ამინდი რაც არ უნდა კარგი იყოს სხვაგან უკეთესია სამშობლოში როგორიც არ იქნება რა სამწუხაროდ ჩვენთან კალიშხლებია პოლიტიკური შინაარსის იმიტომ რომ ამინდს ქვეყანაში სხვა ქმნის გინდა გეოგრაფიულად აიღეს და სეისმურად და გინდა პოლიტიკურად ამინდის არსებობა ეს არ არის პატარა მოვლენა რა მაგაზე გელაპარაკებით მე მაგი მაწუხებს მე იმიტომ გამოვისეირნი აგერ ტყის მხარეს სპეციალურად რომ წყნარად განმარტოვებულად მელაპარაკა თქვენთან რა ისე რუს გაიცი პასუხი საღოლ კარგი არა კარგი ჩემო ძმაო ერთი წუთი მე აქ ბევრი მწერს და ხელ ნაყოფით შეიცნობაო მამამისის შვილი კობახიძეზე რა იქნება აბსოლუტურად გეთანხმებით რა ესე ნათქვამია რა ქართული ანდაზა დავთესეთ ხილი მოვიდა თხილი რაცა დედა ისაა შვილი თავის პრეზენტაცია გააკეთე მინდა ვიცოდე რატომ გისმინო ნუ მისმენ ჩემო ოქრო მე შენ არ გაძალებ თუ მე და ამ ვიდეო ბლოგს ქვია ქართული ენის მტრები რა და შემიძლია დაგიმანტო რომ არა მარტო ენის არამედ ერის მტრები აი ესაა პრეზენტაცია და პრეამბულაც გავაკეთე თავში და ეპილოგიც და დასასრულსაც გაგიკეთე ბოლოში თუ გინდა მაგრამ ისმება რა კითხვები და მე ვპასუხობ სანამდე შემიძლია რა
შენ თავზე მოგვიყვევი ჩემო ძმაო. რა უნდა მოგიყვე ახლა 16000 გამომწერი მყავს მეგობარო მე ამ გვერდზე და მიყურებს და ძალიან რთულია რა. დადგე კაცმა და საკუთარ თავზე ილაპარაკო. მე ორი სიტყვით დაგიხასიათებ ჩემ თავს, მე ვერ ვიტანდი ჩემ ქვეყანაში უსამართლობას რა და ღალატს. საკუთარი ერისას, იმიტომ რომ მე გამზარდა ჩემმა მშობლებმა ჩემი ერის სიყვარულში, როდესაც მაგალითად იმ შავ 90-იან წლებში ხალხი ჰუმანიტარულ ლიცეუმებში და ეკონომიურ ლიცეუმებში გარბოდა, მე წავედი სამხედრო ლიცეუმი დავამთავრე, მე სამხედრო აკადემია დავამთავრე, მე 2008 წლის ომის მონაწილე გავხდი, მე 10 წელი ვიმსახურე ჩემი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში, მე აღმოჩნდა ის რომ მე და თინახი და შელმა ერთმანეთს ვერ გავუგეთ, აღმოჩნდა ის რომ ბავშვები აწამეს სამხედრო ბაზაზე და ეს მალავდა, იმიტომ რომ მისი მინისტრული იმიჯი არ შეელახა, მე კიდე ამათ დედის ტრაკი ვაგინე, ცადეს ჩემი დაჭერა, ცადეს ჩემი გაუბედურება, გამომიშვეს ჯარიდან, შევქმენი ორგანიზაცია, დავიწყე ამათი სამართლებრივი კონტროლი, სამოქალაქო კონტროლი, ყველანაირი პოლიტიკური ამბიციების გარეშე, აღმოჩნდა ის, რომ თურმე ამ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვას და დემოკრატიის ილუზიაში მონაწილეობაც პრობლემა ყოფილა და ამესხლენ თავზე კინაღა მომკლეს და იძულებული გავხდეთ ამეტოვებია ქვეყანა. იმიტომ მქონდა ორი არჩევანი რა. უშიშროების ნაბოზრები უნდა დამეხოცა, ვინც ეს გააკეთა დღისით მზისით. შუა თბილისში რა, მომიწყოს თავდასხმა რა. მქონდა ძალიან დიდი გამოცდილება და არ შევედი იმ პროვოკაციაში, იმიტომ რომ წვრილმანი ხულიგნობით, იარაღის ჩადებით ძალიან დიდი შანსი იყო ჩემი დაჭერის რა. და არავის არ ვათქმევიებდი იმას, რომ აი ამ ხელა სიმართლეს, რომელსაც ვემსახურები, ვიღაცას მოეხდინა დისკრედიტაცია, რომ აი იცი რა ყოფილი სამხედროა, ომის მონაწილეა და იარაღი ქონდა და აი ბიჭს არ მოუთმინა ნერვებმა და ერთს ესროლა, ერთი დაჭრა, ერთი მოკლა და ესეთი ყლეობები რა. და როცა არავინ არ დამეჭრა და მომეკლა, ელემენტარულად ავტომატი რო ჩაერდო 9 წელს მომისჭიდნენ რა. და კიდე დასტურდა მე აგერ ჩემი ძმა დაიჭირეს, როცა დაიჭირეს, მამა ჩემი დაჭერილი იყო კგბ-ს დროს ანტისაბჭოთა ლიტერატურის გავრცელების ქვეყანაში ეროვნული ლიტერატურის გავრცელება ყოფილა პრობლემა რა. აი ესე წარსული მაქვს ძმაო, მე ახლა საკუთარ თავზე რა უნდა გელაპარაკო მეტი რა. მინდა ჩემ ქვეყანაში, ჩემ ერში მივაღწიო რაღაცა ცნობიერების გამოღვიძებას. აბსო ყველანაირად გამიჯნული ვარ პოლიტიკა, არასდროს არ ყოფილი ვარ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომელიმე პარტიის წევრი და ასე შემდეგ. და ილიას არ იყოს ყოველთვის მივიჩნევ იმას, რომ პარტიები დაღუპავენ საქართველოს რა. აი ესეთი მიმართულება მაქვს ცხოვრებაში, ესეთი შეხედულება მაქვს ცხოვრებაში, რომ ქართველი ერის ხსნა არის მის საზოგადოებაში ყველანაირი პარტიული ინტერესების გარეშე. და ეს მიმაჩნია, ესაა ჩემი ცხოვრების დევიზი, რომ გავაღვიძო სამოქალაქო სექტორი და საზოგადოება რა. აი ეს არის, ეს შემეძლო მე თქვა საკუთარ თავზე რა. საფრანგეთში ხარ, დიახ, საფრანგეთში ვარ, ჩემი მეგობარო, ამ ქვეყანამ მომანიჭა პოლიტიკური დევნილი სტატუსი ძალიან დიდი განხილვის შემდეგ, მინდა გითხრა, დეტალური განხილვის შემდეგ, იმიტომ აღარ ანიჭებენ პოლიტიკური დევნილი სტატუსს. არ ვიცი რა, ყველას თავისი პირადი დოსი აქვს, ზოგი იმას სხვადასხვა თემით ითხოვს თავშესაფრს, მე ვარ პოლიტიკური დევნილი. და აღიარებული აქვს ეს პოლიტიკური მფარველობა საფრანგეთის სახელმწიფოს. მამა ჩემი ახლა უკვე გარდაცვლილია, სადარიო მამაო და გარდაცვლილია, იყო ზვიად გამსახურდიას იდეების მომხრე ადამიანი, რო წამოვედი, ყველა იცოდა ვინ იყო, როგორ იყო ეს ნაბოზრები, თქვენს რომ კორონავირუსი შეეყარა და დაიღუპაო კაცი, სამავთყოფლო უნდა გამოეწერათ და დაიტოვეს იქ და დააძინეს და ვეღარ გაიღვიძა, აბა რა გითხრა ხარ? ადამიანი, რომელიც კიტაბუაჩიძის შავი წიგნის გულისთვის იჯდა ციხეში შენახვის გულისთვის 3 წელიწადნახევარი, რა ვიცი ახლა იდეალისტი თუ არა ხარ ვერ გაიგებ რა, მე იმიტომ კი არა რომ ჩემი მამა იყო რა. იმიტომ ვამბობ, რომ ის თაობა, მამა ჩემის თაობა, რომელიც შალვან უცუბიძის გამოზდილი იყო, კორნელი კეკელიძის გამოზდილი იყო, აკაკი შანიძის გამოზდილი იყო, ის თაობა გაქრა და მოვიდა ეს დედამოწყნული თაობა იმისი რა ქვია პუტჩისტების, კობაია კობალაძის და მოიყვანეს მისი შვილები, აგერ ნაძირლები და ზოგი იმ სამინისტროში დაასაქმეს, ზოგი ამ სამინისტროში დაასაქმეს, ზოგს კაცი მოაკლევიეს, ზოგი
ასე განარიდეს კანონს, ზოგი ისე განარიდეს და რა ვიცი რა, მორალის გარეშე ხალხია, ჩვეულებრივი ყაჩაღების და ბანდიტების ხელისუფლება მოვიდა რა. რუსულ ენაზე საუბრობენ დავით ერთმანეთშიც. მე ახლა რა გითხრა, მე აქ ცხოვრობ ფრანგულ ენაზეც ვსაუბრობ რა. მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს რომ მე ფრანგი ვარ რა. და ვერც იმაში ვერ უყურებ პრობლემას, რომ ილაპარაკო რუსულ ენაზე თუ რუსეთში ცხოვრობ. სიტუაციის და მიხედვით, აი პრობლემა რაშია, ეცი ორი ქართველი ერთმანეთში რომ მოხდება, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ქვეყანაში იქნება, სხვა ენაზე არ უნდა ილაპარაკოს. მე ასე მივიჩნევ რა. გმადლობ ჩემო მეგობარო რამინ. შეგიძლია რომ გამაუქმო? მე არ ვიცი რას ნიშნავს ვიღაცა გავაუქმო. ისმე ბაკ შეკითხვები და ყველა შეკითხვას ვერ უპასუხებ ჩემო კარგებო და ასე რომ დავფიქრდეთ რა ენაზე მეწყობ. მე კიდე ერთხელ ვამბობ რა დიალექტი ერევოთ ხო ხანდახან სვანური და მეგრული ენა. ჩვეულებრივ ენები არიან. დიალექტი სხვა რაღაცა არის აბსოლუტურად. ხო, მაღალ მთიან სოფლებში ერთმანეთს გადაკიდეს ხალხი მესმის კი ეს ურთიერთგადაკიდების პოლიტიკა. არა, მე ამითი ახლა რო ვლაპარაკობ, რომ ეს არის რუსული მიმართულება, სეპარატიზმის გაღვევა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქედან ამერიკა არ მუშაობს ჩვენი ქვეყნის სასანგრევად და გამოსაყენებლად. არც ერთი სახელმწიფო არ იმუშავებს შენ გაძლიერებაზე. რატო იმუშავებს? რას ნიშნავს ეს მეგობარი? შეიძლება მეგობარი სახელმწიფო არსებობდეს, მაგრამ მეგობარი სპეცსამსახურები არ არსებობს რა, ესეთი იდეა. აი ახლა ეს ინგლისური ენის პედაგოგები რო ყავდათ გამოშვი, ყველა ცეირუს თანამშრომელი იყო, იცოდა ეს ქართულმა უშიშროება, ბევრჯერ მქონდა მათთან ამ თემაზე საუბარი. რას აკეთებთ ამის? რა ვქნათო? სვანეთში, აჭარაში, ხონში, სად არიყვნენ რა? და რო შეგითხო ამათ ისა ინგლისურ ენას კი არა ასწავლიდნენ, სპეციალური მითითებები ჰქონდათ ცენტრალური სადაზვერვო ბიუროდან, როგორ და რანაირად რა ეკეთებიათ რა. აი ესე დონეზე იყვნენ შემოსული და კონდაზვი რომ ეს ყველაფერი იცოდა. არა რა, მათი ინტერესი არ იყო ის, რომ მათთვის აღიკვეთათ სადაზვერვო საქმიანობა ჩვენს ქვეყანაში. რაცაც აკეთებდა საბჭოთა კავშირი ანალოგიურად ჩვენი საზოგადოება არის სადაზვერვო დამუშავების ქვეშ მყოფი ერი. მართლა გეუბნებით ამას რა. კიდე ერთხელ ვილაპარაკებ იმას, რომ ძალიან ბევრი რამე გადაიტანა ჩვენმა ხალხმა და ჩვენმა ერმა დაწყებული სხვადასხვა ექსპერიმენტიდან გამომდინარე. იქნება ეს ბიოლოგიური ექსპერიმენტი, ენობრივი ცნობიერებითი ექსპერიმენტი. უბრალოდ დღეს აი ამ საკითხზე ვლაპარაკობ რა. ცნობიერებითი მტრობა რა ენაში რაში მდგომარეობს, ენის მიმართ მტრობა და ენის მხრიდან დაწყებული ინტერვენცია რა. ენა თუ დამთავრდება, იქ დამთავრდება ყველაფერი. უბრალოდ ესა ძალიან მოკლე გზა ჩვენი სახელმწიფოს საბოლოო ტოტალური განადგურების რა. დავით, გასახარია სპორტული წარმატებები, მაგრამ რა მიკვირს იცი, ლაშა ტალახაძე რა მერე შემდეგ ჩემო კარგო ალექს, მე არ ვიცი ხა ლაშა ტალახაძეზე თქვენ რა წერით, უბრალოდ მე ერთი რაღაცა ვიცი რა. გულახდილად გეტყვით, მაგაზე ჩემას დაგიფიქსირებთ. ზოგადად ქვეყანაში ინდონეზიაში მტრობა საზოგადოებრივ სოციუმებში და თაობებს შორის წასული, რომ საერთოდ არ აქვს რეალურად შეგრძნება იმისი, რომ პატივისცემა ჰქონდეს თაობებს ერთმანეთის რა. მე მაგალითად ერთი არ გამიგია თქვენ თუ მე ვწდები გამაგებიეთ რა. როდესაც ცხონებული ჯაჭვლიანი კლავჭედის ფედერაციის ის რო იყო რა ქვია უფროსი ხელმძღვანელი ხო იქ რო უკეთებდნენ პროვოკაციებს
რომ ვინმე გამოსული იყოს ამ წარმატებული სპორტსმენებიდან და გვერდში დამდგარი იყოს მის გვერდზე რა. მე ესეთი ფაქტი ვერ ვნახე რა. უფრო პოლიტიზირებულია ყველაფერი, გულახდილად გეტყვით. აი ტალახაძესთან მიმართებაში რა. გინდა ტალახაძე, გინდა ეს ჰალკი მალკებს რო უძახიან ახლა ეს ტიპები რო არიან. კი, კარგია თუ ვინმე სპორტული ცხოვრებით მიდის და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ხალხი რო ყველა ტოტალიზატორებიდან ფინანსდებოდა, ეს ეგრეთ წოდებულ სპორტსმენს როგორ დაუძახებ 5-ის და 6-ის მსოფლიო ჩემპიონს ხანდახან ელაპერში როგორ უნდა მოგიბრუნდეს ამის დედავატირე, მაგრამ იცით რა, მართლა რაში მდგომარეობს პრობლემა, ჩემო კარგებო? ქვეყანაში ასეთი ძლიერი სპორტული მონაცემების ადამიანის დაფინანსება რომ მოხდება არა სახელმწიფოდან და არამედ ტოტალიზატორიდან, რომელიც ცნობიერებითობაში არის მტერი შენ ქვეყანაში ყველანაირი ჯანსაღის, ეს არის უკვე პრობლემა, სახელმწიფოს პრობლემა. ხოდა ტალახაძეს ის ეგრეთ წოდებული ჰალკი მალკიც ის ხვები ყველა სერიოზულ ფულს იღებდნენ ამ ტოტალიზატორებიდან და როდესაც მაშინ ღარიბაშვილმა ტრაკი გაათამაშა, იმას რეალური არაფერი არ გაუკეთებია ქვეყანაში ამ სათამაშო ბიზნესის გასაჩერებლად, რომელსაც უამრავი ქართველი შეეწირა. მე მინდა და რამდენი ოჯახი დაიქცა და დაინგრა, როგორც ნარკომანია, დაახლოებით ისეთივე უბედურებაა ეს აზარტული თამაშები და ნარკომანია, პედერასტია, აზარტული თამაშები და ალკოჰოლიზმი არის ის მიმდინარეობა, რომელიც პირდაპირ და ცალსახად უთხრეს სახელმწიფოს ძიებს. ეს ცალკე მიმართულებაა რა, სახელმწიფო ერთობის და მტრობის და საზოგადოების გამომთხრელი ქმედებების. და ანუ ეს ტიპები პირდაპირ დაუპირისპირდნენ ხელისუფლებას და დაიჭირეს ტოტალიზატორების მხარ. ჩემთვის ეს იყო ყველაზე მეტი მტკივნეული, რომ როგორ შეიძლება 5-გზის მსოფლიო ჩემპიონი ხარ, გამოდიხარ და ტოტალიზატორს უჭერ მხარ სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამის დედა მოთხრა. შენ შეიძლება გამოხვიდე და უკაცრავად ხო, მაგაზე გაგცემ პასუხს, ხო, გამოდიხარ და იმაშვები, რა ქვია, ასეთ რაღაცას ამბობ, რომ აი ტოტალიზატორი და რაღაცა. მიუღებელია რა, სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს, თვითონ ვინ უნდა იყოს პრიორიტეტული პოლიტიკა არ არის. პრიორიტეტი, იმიტომ რომ პრიორიტეტები თვითონ არიან კოცები და ნაცები. და მათი პოლიტიკური ბატლია, თორე ახლა საზოგადოებრივი აღმშენებლობა რო იყოს ცნობიერებითი, ხო, ის ტალახაძეს თვითონ საზოგადოება არ გაუშვებდა ცუდი მიმართულებით რა. ტოტალიზატორი არ იქნებოდა ქვეყანაში იმედების ახდენის რაღაცა მოლოდინის ერთ-ერთი გამოსავალი რა. ნახევარი ქართული ოჯახები რო დაქცეული ყავს. დედას რო ყიდის შვილი და ცოლი რო ყიდის ქმარს და ქმალი რო ყიდის ცოლს. ამ აზარტული მანიიდან გამომდინარე, ჩემთვის ეს იყო პრობლემა რა, როცა ამდენი სპორტსმენი დადგა ტოტალიზატორის მხარეზე. ჩემთვის ეს იყო ნათელი მაგალითი იმისა, რომ ეს არის ღალატი შენი საზოგადოების. იყავი კაცო, რამდენი გზის ჩემპიონიც გინდა, იმდენი იყავი, რამდენი გირაც გინდა, იმდენი აწიე და რამდენი მრგვალი ოქროც გინდა, იმდენი აიღე რა. თუ შენ მასე ისეთები იყვნენ, მსოფლიო ჩემპიონები იყვნენ და პატარა ბავშვები გააუპატიურეს და არის ესეთი რა, ცნობიერებითი პრობლემები, კრიმინალური პრობლემები. შენ თუ გონია რამენაერად ვინმეზე ნაკლებია დანაშაული, როდესაც ისეთ რაღაცას უჭერ ქვეყანაში მხალს, რომელიც საზოგადოებას უნდა. მაშინ რისთვის იპოვებ ამ მედლებს და რა ის ახარ შემგროვებელი ხარ, დაიკიდე და გაახარე შენი ოჯახი და შენი ოჯახის წევრები საზოგადოებას რა. თუ შენი ნაბიჯები, თუ შენი ტიტული, თუ შენი იმით სწორი მაგალითი არ მიეცი შენ საზოგადოებას და შენ ხალხს. რას ეუბნები რა? სახელმწიფო გაჩერდეს, რომ ტოტალიზატორმა იმუშაოს, იმიტომ რომ შენ გქონდეს პირადი შემოსავალი. მაგაზე ცალკე ბლოგს გავაკეთებ ზოგადად წარმატებული სპორტსმენობა რაში მდგომარეობს და მართლა მინდა მაგაზე ვილაპარაკო რა, ძალიან ისეთი მაგალითები მინდა გავაკეთო და შეიძლება ცალკე პროგრამას დაუთმო მაგას, რას ნიშნავს იყო შენი ქვეყნის პატრიოტი და როგორ შეიძლება გამოიყენო. მაგალითად სოკრატესი ყველა მიცის, რომ ძალიან საოცარი წარმატებული სპორტსმენი იყო. თქვენ იცით ხო? ბრაზილიელი. როგორი უბედურება ტრიალებდა მის ქვეყანაში. და სპორტი და საფეხბურთო ტრიბუნა გამოიყენა ტირანიის წინააღმდეგ. იმანაც პოლიტიკური დევნილივი დაასრულა, ბოლოს ჩემი არ იყოს, მაგრამ მან იბრძოლა ამის გულისთვის.
და ის იყენებდა ყველაფერს იმის გულისთვის, რომ მისი ხალხისთვის მიეცა და ესენი რას აკეთებენ? ესენი ტოტალიზატორებს აძლევენ საკუთარ თავებს და აგერ ახლა კალაძეზე არაფერს არ ვლაპარაკობ, ვისაც გონია კალაძე ან სერიოზული ფეხბურთელი, ან სერიოზული ადამიანი, მე ის ადამიანი მეწოდება მაგალითად რა. სააკაშვილისგან მოპარული აქვს მედალი მხედრული მამაცობისთვის ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხი. ეს არის მედალი, რომელიც მხოლოდ შეიძლება სამხედრო იყოს და საბრძოლო მამაცობისთვის მოგენიჭოს რა. ჩვეულებრივ ქურდები არიან რა საქართველოში სახელმწიფო ყველა ტიტულის და სახელმწიფო ქონების. ესენი მხოლოდ ეს ენით პროვოცირება და ენით დაანგრევა სახელმწიფოს, ეს არის უმნიშვნელოვანესი ფორმა და რა ერთადერთი. მაგაზე მიტო ვლაპარაკობ და მიტომ აქ მაგაზე 24 საათი განხილვა. ჩვენ მოქალაქეობრივი ერთობა არა გვაქვს ქვეყანაში, თუ რა ვინ გაბედავდა ენის წინააღმდეგ წასვლას, ვინ გაბედავდა ხალხის წინააღმდეგ, ვინ გაბედავდა კულტურის წინააღმდეგ წასვლას. მე ბლოგის თავში ვილაპარაკე, რომ კულტურა, ხელოვნება, მხატვრობა, ყველაფერი ტოტალურად არის დაცემული ქვეყანაში. არ არსებობს არანაირი ბარიერი იმის, რომ რაღაცნაირად ვინმე ვიღაცას უთხრას, შენ რას აკეთებ რა. არა, ყველაფერი მოსულა რა. და ჩათრეულია ამაში რელიგიაც, იმიტომ რომ როგორ ვთქვათ, საპატრიარქოში განა ვერ უყურებენ ქართული ენის წინააღმდეგ რომ მიდის მტრობა? დადგნენ და იკითხონ სახარება ძველი ქართული იმითი ინტონაციით და კონდეთ სიტყვები საქმის გარეშე. და ზოგი სიანიდით და არ მინდა ჩავიძირო მაგ თემაში რა. კომპლექსია ეს ღალატის რა. ეს არის ტოტალური ღალატის კომპლექსი. აქ დაწერეს, რომ სტალახაძეზეო რამდენი გზის მსოფლიო ჩემპიონი გახდაო და არ მიულოცესო და ილია თოფურიაო ზეცაში აიყვანეს. მე არ უყურებ ჩემო კარგო აი ესეთ პოპულისტურ რაღაცებს რა. იმიტომ რომ გულახდილად გეტყვით რა, აი ამ ეგრეთ წოდებულ სპორტსმენებს და მათ გამოსვლებს ინტელექტი აკლიერთ. მე არ მაინტერესებს, კარგი ბიჭია, ჯერ ერთი რატო უნდა მქონდეს ზიზღი და რატო უნდა მქონდეს ცუდი განცდა ილია თოფურიას მიმართ. მე თქვა გაუმარჯოს. რამდენი ქართველი იქნება წარმატებული, ეს ჩემთვის პირიქით ერთი სიამაღია, მაგრამ ეცი რა რაღაცნაირად არსებობს დღევანდელ საინფორმაციო სფეროში ინფორმაციის მიმართ ფაქიზი დამოკიდებულების აღქმა უნდა არსებობდეს რა. ძალიან როგორ გითხრათ, ესე აი მყვირალი ინფორმაცია რო გამოდის და ილია თოფურიამ აღებული ფულით რაღაცა ოპერაცია დაუფინანსა. ჩემთვის ეს როგორი რაღაცაა, იცი გულახდილად გეტყვი რა. აი უფალი რო ამბობს რა, აი იგავს როყვება მდიდრის შენაწირის და ღარიბის შენაწირის შესახებ. მოგიხსენებათ ხო? და აი მოხუცმა 2 გროში შეწირა და ის მიიღო უფალმა. თუ შენ სიკეთის გაკეთება გინდა, რა მნიშვნელობა აქვს შენ ის ფული შენი რა შრომის ფასად მოიპოვე. გაეცი ისე რომ მარჯვენა ხელმა არ იცოდეს ხო? თუ რამის აკეთებ. გუშინ ჩემპიონი გახდი, დღეს აგებიე პოლას რა სიკეთე გააკეთე. არასწორია. მე მივიჩნევ რომ ეს რაღაცას ემსახურება. თუ რა თქმა უნდა ამ კაცი იყო ეს და დამოკიდებული თუ რა ვისაც სიკეთის გაკეთება უნდა, ის არასდროს არ ყვირის, ის აკეთებს ჩუმად. ჩუმად აკეთებს, ამას დაწყებული იქნება ეს სპორტსმენი იქნება, პოლიტიკოსი იქნება, ბიზნესმენი იქნება თუ ასე შემდეგ. სიკეთის გამკეთებელი არ ყვირის. თუ ვინმე სიკეთის გაკეთება უნდა, თუ ვინმე რეკლამის გაკეთება უნდა, ეს სხვა არის. მე ასე მივიჩნევ რა. და პოპულიზმი და პოპულარობა არ აკლია ადამიანებს, რომლებიც ჩემპიონები ხდებიან. არც იმგენს არ ვატყუნებ მაგალითად საქართველოში რო ვერ მიაღწიეს ვერაფერს და ადგენენ და სხვა ქვეყნის სახელით გახდნენ ჩემპიონები. ამოუვიდათ რა ამ ადამიანებს კისერში ესეთი ღალატი. ყველაზე მძიმე დაუფასებლობა არის რა. შენ რო ქართველი ხარ, ესეც კი ბევრს ნიშნავს, რომ ჩემპიონი ხარ. და საქართველოს არ აკლია ჩემპიონები და არ აკლია სპორტული წარმატებები. საქართველოს აკლია პატრიოტიზმი. საქართველოში არის პატრიოტიზმის დეფიციტი დაწყებული სხვადასხვა სპორტიდან და განსაკუთრებით ფეხბურთის მიმართულებით. საქართველოს ფეხბურთს აკლია პატრიოტიზმის დეფიციტი აქვს. და ესაა მაფიის კონკრეტული ფორმა და არ შეიძლება იყოს სხვანაირად. და მაგაზე მექნება კიდე ლაპარაკი სხვადასხვა ეთერებში და ერთადერთი რასაც ვთხოვთ, გამოიწერეთ ეს
ვიდეო ბლოგი ჩაერთეთ, იყავით ჩემთან, ილაბარაკეთ და შემოუერთდით ამ ყველაფერს რა. იყავით ერთად. მე მივიჩნევ, რომ ყველაზე ძლიერი იარაღი ამაც წინააღმდეგ ეს არის სიმართლე და ამაც წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი და მართალი დამოკიდებულება ეს არის იმ სიმართლის თქმა, რომლისიც ყველას ეშინია რა. ეს არის თავი. და ჩემო მომინდვია თქვენთვის და მომინდვია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სიმართლე უყვარს. თუ სიმართლის თქმა არ შეგიძლია, უნდა შეძლო მისი მოსმენა. გააზიარეთ ეს ვიდეო ბლოგი და იყავით ამ სივრცესთან ახლოს, რომ შევძლოთ თქვენთან კომუნიკაცია და კონტაქტი. მე დიდი სიამოვნებით უპასუხებ ყველა დასმულ შეკითხვას, რომელსაც თქვენ დასვამთ და ყოველთვის ვიქნები კავშირზე შეძლების და გვარად რა. ძალიან რთულია ნახო დრო, მაგრამ როცა იცი რას ემსახურება სიმართლე, ვალდებული ხარ, შენ სადაც არ უნდა იყო შენი ხალხის კეთილდღეობისთვის იზრუნო. ასე რომ ამ ფორმატისთვის მე დროს დაკარგულად არასოდეს არ მივიჩნევ და ვიბრძოლებ ჩემი ერის თავისუფლებისთვის, მე როგორც შევძლებ ამას. თქვენთან ერთად რა თქმა უნდა. ჯერა რომ თქვენთან ერთად. გაიხარეთ.